ჩვენ შეგვეშალა, როცა ფიზკულტურა სკოლებში ფაქტიურად გავაუქმეთ. 2024 წლის მონაცემებით ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 16-79 წლის მოსახლეობაში საშუალოდ არის 17.4%. მნიშვნელოვანი არის სისტემატიურობა, იმიტომ რომ ერთი ვარჯიში და ორი ვარჯიში თვეში, ანუ არც გულსიზრახო სისტემას გააუმჯობესებს, არც ტემპს გააუმჯობესებს, აი საერთოდ არაფერს არის ამ სიდეაში. ცხოვრების წესი რომ უნდა იყოს რეგულარული. რაც უფრო მყარია საფარი, მით უფრო მეტი დატვირთვა აქვს ადამიანს სხეულზე. მიუხედავად იმისა, რომ მე მორბენალი ვარ და სირბილი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო არის, ჯანმრთელობისთვის წონითი ვარჯიში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არსებობს დინამიური გაწელვები და არსებობს სტატიკური გაწელვები. დინამიურს ვაკეთებთ გახურების დროს, არა სტატიკურს. აი სტატიკურს ვაკეთებთ ბოლოს. ჩვენ რომ მეორე დღეს, ან თუნდაც 1 საათი, 2 საათის მერე კუნთები გვტკივა, ეგ ზემჟავა არ არის, ეგ არის მიკროტრამვები. რაც შეეხება აღდგენას, ხო? ყველაზე კარგი ხა ამ ბოჭკოების აღსადგენად არის დასვენება, ძილი, ყვება და ეს არის ფუნდამენტი. ადამიანების უმეტესობას აქვს ცრუ ბრტყელტერფიანობა. მე რო ეხა გავიდე აქ ქვედა 1 საათი ვირბინო, რომელიც ჩემთვის საშუალო, ანუ 10 კილომეტრია და 6 წლები ვარტყა, დავწყობ 500-600 კალორიას. აი ერთ სნიკერსი, ოღონდ დიდი სნიკერსი რომელიც არის, რო შევჭამ, ეგრევე ავანაზღაურებ. მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემების სერიას, სადაც ვსაუბრობთ არაგადამდებ დაავადებებზე და მათ გამოწვევ ძირითად რისკ ფაქტორებზე. ჩვენ უკვე არაერთი ეპიზოდი მიუძღვენით ამ თემებს, მათ შორის ნუტრიციოლოგიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, კონკრეტულ საკვებ პროდუქტებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩვენს გულსიზრახთა სისტემაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, სხვა ორგანოთა სისტემებზე. ასევე გვქონდა ეპიზოდი ტიპი 1 დიაბეტის შესახებ, სადაც ამომწურავად ყოვლის მომცველად მიმოვიხილავთ ამ დაავადებას და ასევე იმ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, რომელიც გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში და ამ ვიდეოების ბმულებს აუცილებლად იხილავთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის აღწერაში. ასევე ეს ბმულები ფოტოკადრების სახით დაგხვდებათ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოს და მასზე დაწყაპუნებით შეგიძლიათ გადახვიდეთ და იხილოთ ეს ვიდეოები. დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში კი ფოკუსირდებით ფიზიკურ დატვირთვაზე, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილზე და არაგადამდები დაავადებების პრევენციის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან ფაქტორზე. მეტ აქცენტს გავაკეთებთ ფიზიკური დატვირთვის ისეთ ფორმებზე, რომლებსაც მდგრადად და გრძელვადიანად შეუძლიათ ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება და ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ვარჯიში არ არის მხოლოდ ვარჯიში, ეს არის მეცნიერება და დღეს მეტწილად ვილაპარაკებთ სიარულზე, ძუნძულზე და სირბილზე და ეს არის მეცნიერება, როგორც უკვე ვახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანია აქ სწორი პრაქტიკები, სწორი მიდგომები, პროფესიონალებისგან მიღებული რჩევების გათვალისწინება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოშველიება, რომ ბევრი შეცდომა არ დაუშვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ არ გამიგრძელდეს შესავალი სიტყვა, აქ შეგახსენებთ უბრალოდ, რომ ჩვენი პოდკასტი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ როგორც ფიზიკური დატვირთვა გვეხმარება ჩვენ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ზურა ისე გვეხმარება ჩვენი მაყურებლის მოწონებები, გაზიარებები და რაც თავი არ მოწონება, ეგეთ არქის გამოწერა ჩვენი პოდკასტის შენარჩუნებაში. და გთხოვთ, ნუ დაიზარებთ ყოველივე ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კეთილი, ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პოდკასტის სტუმარი, ნინი მიქავა, ჩემპიონთა აკადემიის ფიტნეს ინსტრუქტორის კურსის ლექტორი და ძალიან ესეთი მოხარულები ვართ, იმიტომ რომ მეც ჩვენც როგორც დაინტერესებული პირები ამ ფიზიკური დატვირთვით გონია რომ ძალიან ბევრ პრაქტიკულ საინტერესო რჩევას მივიღებთ თქვენგან ნინი და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. მადლობა პირიქით დაძახებისთვის. ხო, ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს ნინი. შეკითხვები უკავშირდება იმ ყველაფერსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ და ასევე რჩევებს რა. აი ხო ეს კაი რას დარბი ხარ, მოდი ეს გააკეთე. თუ რა ჯობია, იქნება ასე მოვიქცეთ, ისე მოვიქცეთ და დღეს შევეცდებით რა ის ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს, მანამდე დავსვათ. თუმცა სანამ ნინისთან პირველი კითხვით გადავალთ, ანუ კიდევ უფრო სტატისტიკის თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, რატომ არის ის საქმე, რასაც ნინი აკეთებს, მაგალითად ასეთი მნიშვნელოვანი, როცა ამ მიმართულებით განათლებას ემსახურება, უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის 94% დღეს სიკვდილობის მაჩვენებელში მოდის არაგადამდებ დაავადებებზე. ამ 95%-დან დიდი წილი 79% არის გულსისრახთა სისტემის დაავადებებით განპირობებული.
თვითონ აი ყველაზე ახალ სტატისტიკურ მონაცემებსაც რო შევხედოთ, ხო, ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ყოველწლიურად დაბალი ფიზიკური აქტივობით როგორც რისკ ფაქტორი, განპირობებული სიკვდილის შემთხვევები აღიწერება 3 მილიონზე მეტი. ანუ ისინი პრევენცირებადი იყო. სულ ბოლო სიახლეები, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ასევე ნახეთ GoWellG-ზე, არის ის, რომ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც უფრო აზუსტებს ამ მონაცემებს და გვეუბნება, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით სიკვდილობის მაჩვენებლებში 99% იყო პრევენცირებადი. ანუ მას ერთ-ერთი წინაპირობა როგორც რისკ ფაქტორი ახდა. ამ ჩვენ ვიცით, რომ მისი პრევენციის საშუალება განსხვავებით გადამდები დაავადებებისგან, ინფექციებისგან, სადაც სხვადასხვა კოქტეილი გვაქვს ამ პრევენციის საშუალებების, არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და ამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ფიზიკური აქტივობა და აქვე ბოლო მონაცემები დაახლოებით რომ ვიცოდეთ როგორი არის ჩვენ საზოგადოებაში ფიზიკური აქტივობის წილი კვლევა, რომელზეც ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ეპიზოდში, როცა ყავდა ჩვენ ლელა სტურვა, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ ეგეც ნახოთ აღწერაში. იქნება ეგ ვიდეოც, იმიტომ რომ ერთ-ერთია, მათ შორის რომელზეც სანდრო მისაუბრა. 2024 წლის მონაცემებით ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 16-79 წლის მოსახლეობაში საშუალოდ არის 17.4%. ქალებში ეს მაჩვენებელი არის ოდნავ მაღალი, 18.4%. კაცებში არის 16.2. განსაკუთრებით საყურადღებო ამ ამბავში კიდევ არის ის, რომ აი ამ საერთო ფიზიკური აქტივობებიდან მხოლოდ 3.5% არის რეკრეაციულ აქტივობებზე. ეხლა რეკრეაციულ აქტივობებზე რას ნიშნავს? მიდის პარკში, ბაღში, ბუნებაში და აი ფიზიკური აქტივობით იქ არის დაკავებული. ეს არის ექსტრემალურად დაბალი მაჩვენებლები. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სავარაუდოდ ეს კვლევის მეთოდოლოგია ხა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ თვით შეფასების ნაწილი იყო, ხო, თვითონ როგორ ხედავენ აი ამ ფიზიკურ აქტივობას. კეთილი, აი პირველი კითხვა რომ დავსვათ, აი წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მჯდომარე ცხოვრების წესით, ანუ დიდად არ არის ფიზიკურად აქტიური, მაგრამ გადაწყვიტა რომ გახდეს ფიზიკურად აქტიური. როგორი რჩევა გექნებოდა აი ესეთი დამწყები მორბენალებისთვის თუ მოსიარულეებისთვის თუ ასე შემდეგ, ხო? ადამიანი რომელიც არ არის ფიზიკურად აქტიური, გადაწყვიტა იყოს ფიზიკურად დაკავდეს ფიზიკური აქტივობით, ხო? რითი უნდა დაიწყოს? რა ჯობია? სიარული, ძუნძული, სირბილი, სპრინტი თუ ასე შემდეგ. აი დაახლოებით იმერული ესკიზებიდან გავს ჩემი შეკითხვა. რა სარგებლობა მოაქვს სირბილს? რა უნდა იყოს მოტივატორი ადამიანისთვის, რომ დაიწყოს სირბილი? იცი რა ხდება? ანუ ზოგადად როდესაც დამწყებზე გვაქვს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ფიზიკურად არააქტიური, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურობას, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ, ვიღაცა არ იყოს ძალიან აქტიური, მაგრამ ვთქვათ, არ ეწეოდეს, არ სვავდეს ასე თუ ისე, კარგი ჯანმრთელობა ქონდეს, კარგად იკვებებოდეს, ამიტომ მისთვის ვთქვათ, რაღაცა დასაწყისი დონე იქნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ვთქვათ იმ ადამიანის, ვინც თან ეწევა, თან სვავს, თან ღამეებს ათენებს, იმას რა თქმა უნდა უფრო გაუჭირდება. მთავარი დაწყების დროს არის ის, რომ დავიწყოთ ძალიან ნელა. ეს არის აი პირველი არა მარტო სირბილის თვალსაზრისით, არამედ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს, იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის მოგვდის ხოლმე too much too soon. და ეს არის აი გადამწყვეტი ფაქტორი, რის მსხვერპლიც. ნელაში გულისხმობ, რომ ნელა სიარულს გულისხმობ? არა, ნახე რა არის იმას გულისხმობ, რომ დავიწყოთ ძალიან ნელა, ვთქვათ, არ გავიდეთ პირდაპირ, აი სადღაც ნახეთ, რომ ვიღაცა დარბის 5 კილომეტრს, ან თქვა დარბის 10 კილომეტრს და გავიფიქრეთ, რომ უი ამას რა უნდა, ეხა მეც წავალ და ვირბენ უცებ 5 კილომეტრს. ანუ ცოტა რომ თქვა კონსერვატიულად მივუდგეთ თავიდან და გავიდე პირველად, არ ვიცი, 500 მეტრის სარბენად თქვა და აი ვნახო. თქვა გავირბინე 500 მეტრი და მივხვდი, რომ აი რაღაცა მსუბუქად მიდის, კარგად მიდის, არ დავიტვირთე, ანუ შემიძლია რომ ცოტა უფრო გავზარდო კილომეტრზე. ანუ ვიპოვო ჯერ სად ვარ საერთოდ, რომ მე მაქედან გამომდინარე განსვა იმიტომ რომ აი ბეისლაინი ანუ ბაზა ყველასთვის არის ძალიან ინდივიდუალური. მე მინახავს ახლა დამწყებები, რომლებიც მართლა ვიძახი, აი ესე მიმდგარან და 5 კილომეტრი ურბენიათ ისე რომ ვიტყოდი რომ დაჟე საშუალო დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საერთოდ ნარბენი არ ქონდათ. თუმცა ასევე მინახავს საკმაოდ ისეთი აი ძალიან დიდი ხანი რომ ფიტნეს დარბაზში ვარჯიშობენ, წონებით ვარჯიშობენ, თითქოს რო შეხედა ვიზუალურად ძალიან ჯანმრთელი ადამიანები, მაგრამ გაირბნენ 1 კილომეტრს და უკვე ვერ სუნთქავენ. ამიტომ ესე ვიზუალურად განსაზღვრა იმის, რომ აი ვინ არის, ვთქვათ, მაგალითად
ჯანმრთელი ამ თვალსაზრისით გულსის ზრხვა სისტემის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს მაინც შიდა ორგანოებზე გვაქვს საუბარი და თვალით არ ჩანს, ძალიან რთულია. თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას ამ შემთხვევაში და ადამიანი სად გაიზარდა. იმიტომ რომ სტატისტიკურად ნაჩვენებია, რომ მთაში გაზრდილი ადამიანები გულსის ზრხვა სისტემის თვალსაზრისით ყოველთვის ბევრად უფრო ძლიერები არიან და ბევრად უფრო ჯანსაღი გულსის ზრხვა სისტემა აქვს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის განიცდიან რაღაცა სახის დატვირთვას. ზოგადად, რაც უფრო დაბლობზე ვართ, მით უფრო მეტი ჟანგბადია, რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ნაკლები ჟანგბადია და ვთქვათ, მაგიტომაც არის, რომ აი ევერესტზე როცა ადიან, უკვე ჟანგბადის ბალონებსაც იკეთებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არის ასუნთქი. და როდესაც ვთქვათ, ადამიანი იზრდება მთაში, რომელიც ვთქვათ 2000 მეტრზეა, 1500 მეტრზეა, ანუ ბავშვობიდან იგი რაღაცა სახის დატვირთვას უკვე განიცდის, იმიტომ რომ მისთვის ნაკლები ჟანგბადი იყო იქ. ამიტომ გულსის ზრხვა სისტემა ადაპტირდება და უფრო ძლიერი აქვს ბუნებრივად. ის ადამიანი ახლა რო ჩამოდის ბარში, მე რო ვთქვათ, აი თბილისში ხო, რომელიც კი, საკმაოდ დიდი ფორა აქვს თან. ანუ იმიტომ თბილისი არის ვთქვათ 400-დან 500 მეტრ ელევაციაზე დაახლოებით. ახლა მისთვის, ანუ ეს 1000 მეტრის დაგდება უკვე ფაქტიურად სიმსუბუქე არის, ანუ ბევრად უფრო კარგად და თავისუფლად გრძნობს თავს. ამიტომაც ამ ადამიანს შეიძლება ნარბენი არ ქონდეს, მაგრამ საკმაოდ მარტივად წავიდეს, ისე რომ შეიძლება ბევრ მართლა საშუალო მოვლენას აჯობოს. ანუ პირველი რჩევა არის ესეთი, რომ ვიპოვოთ ჯერ სად ვართ. სად ვართ. კეთილი, აი როგორ ვიპოვოთ? გამოვცადოთ ჩვენი თავი, აი ავიღოთ რაღაცა კონკრეტული დისტანცია, მაგალითად, ცოტა რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს 500 მეტრზე, 1 კილომეტრზე და გავირბინოთ და ვნახოთ და ჩვენი ორგანიზმი როგორ რეაგირებს. აგვიჩქარდება თუ არა გული, ძალიან გაგვიჭირდება თუ არა, კუნთები აგვტკივდება თუ არა, თუ ყველაფერი რაღაც უფრო მარტივად წავა. აი მაქედან გამომდინარე უკვე შეგვიძლია რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ და მე რა ვთქვა, აი შემდეგი ვარჯიში მაგის მიხედვით გავაკეთოთ. ნუ ეგეც ალბათ ინდივიდუალურია, ხო? ეხლა თუ იფიქრე, ხო, აი ნამეტანია უკვე და მომკლა ამან, ესე იგი, ცოტა ზედმეტი მოგივიდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელმაც იმ ხელა мотиваცია ჩადო იმაში, რომ სირბილი დაეწყო, რომ პირველ დღეს გავარდნენ ირბინეს 10 კილომეტრი და მე ერთი კვირა ეს კოტლოვი დადიოდნენ, ფეხს ვერ შლიდნენ, თუ შლიდნენ, მე ვეღარ კეცავდნენ და ასე შემდეგ. და თან ეცი რა არის პრობლემა ის არის, რომ ზოგადად ეგეთი ანუ ნოლიდან ძალიან დიდი დატვირთვა ხო ორგანიზმში არის ძალიან დიდი სტრესი და არასდროს ორგანიზმს სტრესთან დაბრუნება არ უნდა. ანუ თუ ჩვენ იმხელა სტრესი მივაყენეთ პირველივე ვარჯიშზე ორგანიზმს, რა თქმა უნდა, მას მეორეჯერ აღარ მოუნდება, რომ ხა წავიდეს და იგივე გააკეთოს. ამიტომ რაღაცა ცოტა აი ადგილი უნდა დაუტოვოთ იმისთვის, რომ სიამოვნებაც მივიღოთ, იმიტომ რომ თავარი საბოლოო ჯამში ხო იმ აი თუნდაც სპორტული თვალსაზრისით და თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის სისტემატიურობა, იმიტომ რომ ერთი ვარჯიში და ორი ვარჯიში თვეში, ანუ არც გულსის ზრხვა სისტემას გააუმჯობესებს, არც ტემპს გააუმჯობესებს, აი საერთოდ არაფერს არის ამ სიდეაში. ქვია ცხოვრების წესი, რომ უნდა იყოს რეგულარული, ხო? და მაგ რეგულარულობისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველ რიგში გვსიამოვნებდეს. ესეც ხო ერთ-ერთი мотиваტორია, რომ თვითონ ფიზიკური აქტივობა თავისთავად სტრესის შემამცირებელია, ანუ ფსიქოლოგიურ სტრესს გულისხმობ. კი, ნუ ერთი პირველი იმიტომ, რომ ზოგადად სირბილის დროს ანუ მარტო გულსის ზრხვა სისტემა და მარტო კუნთები არ მუშაობს. ზოგადად, აი ჩვენ რო საუბრობთ იმას, რომ აი ამ დროს რაღაცა გული არის ჩართული და გული გვიჩქარდება, ხო? ანუ გული იმიტომ გვიჩქარდება, რომ რაღაცა კონკრეტულ ქსოვილებში, აი მყესებში, კუნთებში, ანუ სისხლი არის მეტი საჭირო. სისხლი იმიტომ, რომ ჟანგბადი არის საჭირო და ნუ რეალურად ეს ჟანგბადი სისხლს გადააქვს. მაგიტომ ჩქარდება გული, რომ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი მიაწოდოს, მაგრამ ხალხმა არ იცის, რომ ზოგადად სირბილი არის ძალიან დამტვირთავი ნერვული სისტემისთვის, ანუ თავის ტვინისთვის, იმიტომ რომ ყოველი ნაბიჯის დროს ფაქტიურად ჩვენმა, ანუ ცენტრალურმა ნერვულმა სისტემამ, რომელიც თავის ტვინში გვაქვს მოთავსებული, უნდა განსაზღვროს კოორდინაცია, ბალანსი, ფეხს სად დადგავ, როგორ დადგავ, რო არ გადაგიტრიალდეს, რო არ წაიქცე, ანუ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი საქმეა მისთვის და თან ამავდროულად არ დაგვაუწყეს ის, რომ ზოგადად აი კუნთებს რაც შეეხება, ანუ ნერვული სისტემა იწვევს მათ შეკუმშვას. ანუ თუ ნერვული სისტემა არ მუშაობს და იმპულს არ უშვებს, მაგ შემთხვევაში კუნთი არ იკუმშება. ანუ პირველი და ყველაზე დიდი დატვირთვა მაინც ნერვულ სისტემაზე მოდის, ანუ თავის ტვინზე. აქედან გამომდინარე გული როდესაც ჩქარდება, ხო, ანუ თავის ტვინში ძლიერდება სისხლმომარაგება. და ეს ზოგადად იწვევს იმ რაღაცა
ნერვული გზების გახსნას, რომელიც ჩვეულებრივ მოდუნებულ მდგომარეობაში ჩაკეტილია ხოლმე. ანუ ეს არის დადებითი მოვლენა. ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ პირველ რიგში რასაც ეძახიან, რომ მაგალითად რო ვიძახით, რომ სირბილისგან სიამოვნება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ სტრესი იყო. ეს არის ენდორფინების გავლენა, რომელიც ზუსტად ამ თავის ტვინში, ამ სისხლმომარაგებით, რო გაძლიერდება აქტივობა, იწყება ენდორფინების გამომუშავება და ეს ენდორფინები არის ზოგადად ეძახიან ბედნიერების ჰორმონები. მაგრამ ამას ორგანიზმი იმიტომ იმუშავებს, რომ ზოგადად რო ხდება, რომ სტრესი გვაქვს და ხო, ტკივილი შეგვიმციროს, იმიტომ რომ ორგანიზმი ზოგადად ვერ ხვდება შენ რატო დარბი ხარ. ანუ შენ ეს ახლა წონის კლებისთვის დარბი ხარ, რაღაცა იმის დათვი მოგზდებს უკან თუ უბრალოდ რაღაცა შენი მუღამი გაქვს, საერთოდ ვერ ანსხვავებს. ანუ მისთვის არის რომ შენ გარბი ხარ, ესე იგი საჭიროა და რაღაცნაირად ცდილობს რომ არ შეწყვიტო ეს სირბილი და ცოტა ტკივილს გიმცირებს ამით და ანუ რაღაცა ბედნიერებას განიჭებს. მაგრამ სხვათა შორის კიდევ ერთი არის რომ ბოლო კვლევა მაჩვენა რომ თურმე ანუ სირბილის დროს ენდოკანაბინოიდების გამოყოფა ხდება თავის ტვინში, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც მაგალითად კანაფის ეფექტით ვიღებთ. ანუ ლეგალური ფორმა. ლეგალური ფორმა, კი და ხოდაშენ ერთი გამოთქმა არსებობს runners high. ანუ ქართულად რო გადმოვიტანოთ, ორბენლების кайფი, ხო, რომელიც თავიდან უფრო მარტივია ხოლმე რომ მაგ runners high-ს მიაღწია, იმიტომ რომ მარტივად ადიხარ მაღალი ინტენსივობაზე და აი ამ ენდორფინებით და ენდოკანაბინოიდებით რო გამომუშავდება დიდი რაოდენობით, შენ უცებ რაღაცა ეიფორია გემართება და რაღაცა ძალიან დიდი სიამოვნების შეგრძნება. აი რაც უფრო გამოცდილი მორბენალი ხარ, მე უფრო მეტი დატვირთვა გჭირდება რომ აქამდე მიხვიდე, ანუ მე უკვე მსუბუქად ვერ აღწევ. ერთ შეკითხვასაც დავსვავ ზურად და მე გადმოგაბარებ ამ ჩირაღდანში. ჩვენ მაინც რო დავუჩეთ აი დასაწყის ეტაპებზე, ხო? ერთი ვთქვით შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვას ადამიანად, მოვიდეს ადამიანს, არის რომ მეტი მოინდომოს და მერე ინანოს. სხვა რა ძირითადი შეცდომები შეიძლება მოვიდეს დამწყებ მორბენალს, ან მოსიარულეს, ან მოძუნძულეს, როდესაც გადაწყვეტს ფიზიკურ აქტივობას. გულისხმობ თვითონ მაგალითად ფეხსაცმელი შერჩევა, საფარი რაზეც დარბის ასე შემდეგ აი რასაც შენ ჩათვლი საჭიროდ. იცი რა დამწყებისთვის მე მიმაჩნია რომ არ არის მნიშვნელოვანი ეგეთ რაღაცეებზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ზედმეტი სტრესია. აი ხანდახან არის მე ხშირად მხვდება რომ ადამიანები აი დარბაზშიც მოდიან ხოლმე და სირბილის დაწყება უნდათ და თავიდანვე იწყებენ და თავს ისტრესავენ იმით რომ აი სად ვირბინო, როგორ ვირბინო, ფეხი როგორ დავდგა, როგორ ვისუნთქო, რა ფეხსაცმელი ჩავიცვა, ან როდესაც იწყებ, ხო, მაგას მნიშვნელობა იმდენი არ აქვს, იმიტომ რომ იმ ხელად დატვირთვას შენ ორგანიზმს ჯერ ვერ მისცემ და არ უნდა მისცე რომ მაგ რაღაცეებმა თქვათ მნიშვნელობა შეიძინოს, ხო? აი საფარზე რო ვისაუბროთ, მაგალითად საფარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაც უფრო მყარია საფარი, მით უფრო მეტი დატვირთვა აქვს ადამიანს სხეულზე. აი ბეტონი, ასფალტი, მიწა, კი, აი თქვათ რაღაც კონკრეტული ტრეკი, სტადიონი, ბალახი, ზოგადად ყველაზე ნაკლები დატვირთვა სახსრებზე და მყესებზე მოდის ხოლმე რბილ საფარზე. როგორიც არის მინდორი და მიწა. მერე არის ტრეკი, იმიტომ რომ ტრეკი არის კაუჩუკი ხელოვნურად შექმნილი და ძალიან რბილი არის. მერე მოდის ასფალტი და მერე მოდის ბეტონი. მაგრამ ახლა თავიდან როდესაც ადამიანი იწყებს სირბილს, ხო თქვა 1 კილომეტრი, 2 კილომეტრი, აი 5 კილომეტრის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. აი რაც უფრო ვუმატებთ დისტანციას და რაც უფრო გადავდივართ უკვე არა ვთქვათ კვირაში ერთ დღეს სირბილზე, არამედ ვთქვათ აი 2 დღეში ერთხელ დავრბივართ. მე უკვე მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დატვირთვა იმატებს და ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამას ბალანსი გავუწიოთ, რომ არ მოხდეს ზედმეტი დატვირთვა. ამიტომ რომ ზოგადად დატვირთვა არასდროს არ არის ცუდი, თუ არის ნორმის ფარგლებში. ოღონდ იმ კონკრეტული ადამიანისთვის ნორმის ფარგლებში. ახლა ხანდახან რო იგებენ ხოლმე დამწყებები, რომ აი ვიღაცა პროფესიონალი დარბის 100 კილომეტრს კვირაში ან 150 კილომეტრს კვირაში. რაღაც ანუ ეს გონია რომ ჯანმრთელობასთან არაფერ კავშირში არ არის, რომ აი ძალიან ბევრია, ძალიან დიდია დატვირთვა. და სამდოში არ არის მართალი, იმიტომ რომ ის ადამიანი თუ ადაპტირებულია, მისთვის ის ბევრი არ არის, ეს შენთვის არის ბევრი. ამიტომ დამწყებმა უნდა განსაზღვროს თავისთვის რა არის ბევრი. ჩემი აზრით არ უნდა მიაქციოს ყურადღება არც უნთქვას, არც როგორ დარბის ფეხს, უბრალოდ ირბინოს და მიიღოს სიამოვნება. და უკარნახებს ორგანიზმი თვითონ მერე ყველაფერს. აუცილებლად, მე ნელ-ნელა უკვე აი რომ მოეწონება და რომ შეუყვარდება და უკვე თქვა სისტემატიურად გააგრძელებს სირბილს, მე უკვე ორგანიზმი თვითონ დაალაგებს. იმიტომ რომ ეხა
დატვირთვის დროს როგორ ვისუნთქოთ ორგანიზმმა თვითონ უკეთესად იცის, ვიდრე ეხა შე რო აქედან დაუწყო ცხვრით ვისუნთქო და პირით ვისუნთქო. მაგრამ მაგაში იმასაც გულისხმობ, რომ აი წინამოსამზადებელი რუტინა სანამ დავიწყებ სირბილს, აი გახურება, გაწელვებს რო ეძახიან, ესეც არ არის აუცილებელი თუ? იცი რა, ეხა დამწყებებისთვის გახურებას აქვს მნიშვნელობა ოღონდ აი ზოგადი გახურება, რასაც მე თუ მკითხავ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს უნდა გააკეთო, აი სახსრების გამოძრავება, ყველა სახსრებს რო დაუვაროთ, რომ უბრალოდ დინამიურად გავიწელოთ, სახსრები გავამოძრაოთ და მე უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ გახურება მით უფრო მნიშვნელოვანია, რაც უფრო დატვირთვა მეტია. ამიტომ დამწყები, როდესაც რაღაცა თქვა მით უმეტეს თავიდან რაღაცა ისე მსუბუქად აპირებს, ხო? ისეთი განსხვავებული არაფერი გახურება არ სჭირდება. თქვათ ახლა მორბელნები მაგალითად რომ ხურდებით, ხო? 2-3 კილომეტრს ხურდებით. მაგრამ ახლა ვიღაცისთვის ეგ 2-3 კილომეტრი გახურება კი არა მთელი ვარჯიშია. ამიტომ თავიდან საკმარისია უბრალოდ სახსრების გამოძრავება, რომ ახლა პირდაპირ ტახტიდან არ გავარდეთ და ეგრევე არ ვირბინოთ. კი, აი მორბენლები რო ახსენე, მეც აი ხა რამდენიც ეს სპრინტები, შეჯიბრებები მაგ ტელევიზორში ან ეკრანზე ნანახი, ხო ესეთი გადატენილები არიან, რომ გაიქცნენ, მაგრამ მაინც სანამ დაიწყება ეს სპრინტი, აი რო უყურებ კადრში რო ხელებს ესეც აქნევენ. სპრინტი აი არ ვიცი ქართული შესატყვისი რა არის. მოკლე დისტანციის სირბილი. მოკლე დისტანციის სირბილი, მაგრამ სტრაფი, ხო? ხო, ანუ ზოგადად სირბილი არის მძლეოსნობა, რომელიც ადრე საქართველოში ხშირად ძალიან პოპულარული იყო და დღესდღეობით მძლეოსნობა რატომღაც ხალხმა არ იცის საერთოდ და გონიათ რომ არ არსებობს საქართველოში. და აი როგორც თქვა მაგალითად რაღაცა ბავშვი დღეს ფეხბურთზე და ყოველთვის ცეკვაზე შეყავთ, ეხა სხვა ქვეყნებში ყოველთვის არის ეგრე მძლეოსნობა, ანუ ბავშვმა აუცილებლად, არ ვიცი 90%-მა მაინც ეს track and field-ი, იგივე ჩვენს ენაზე მძლეოსნობა უნდა გაიაროს. იმიტომ რომ ეს არის საწყისი იდეაში ნებისმიერი სპორტის, ანუ სირბილი ყველგან გჭირდება. ფეხბურთში გჭირდება, რაგბიში გჭირდება, არ ვიცი რა სპორტი შეიძლება აირჩიო ისეთი, სადაც სირბილი არ გამოგადგება. და ანუ ძალიან პოპულარული არის და ჭადრაკი. სხვათა შორის მოჭადრაკეები ბევრს დარბიან ძალიან. იმიტომ რომ ხედან ალბათ თელი ხო, თუ არის გრძელი პარტია კლასიკური შეხვედრა, ის შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ფიზიკური მომზადება გამძლეობაში გეხმარება და ასევე ტვინის აქტივაციაში, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, ანუ სირბილი მარტო ფიზიკური აქტივობა არ არის, ზოგადად ნაჩვენებია და კვლევებით არის დამტკიცებული, რომ სირბილის დროს ხდება ტვინის სხვადასხვა ცენტრების აქტივაცია, როგორც აი რო ვთქვით, ბალანსი და კოორდინაცია და ამავდროულად აი იმ ცენტრებში სხვა რა ფუნქციებიც არის, ყველაფერი მუშავდება. ანუ ჩვენ რომ მაგალითად სირბილის დროს ბალანსზე და კონცენტრაციაზე ვმუშაობთ, ხო ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო სირბილისთვის გვინვითარდება. ანუ მე სხვა რამეშიც რო დაგვჭირდება, იქაც ვიყენებთ ამ განვითარებულ რაღაცას კილებს. ამიტომაც სხვა შორის ჭადრაკშიც მნიშვნელოვანი ყოფილა. მე არ ვიცოდი ადრე. ეს დავაზუსტებ, ანუ დაახლოებით ხა რომ წარმოვიდგინო და დამწყებმა თუ მე ესეთი რაღაც მსმენია და ეს თუ არის ხარ რა ვიცი მე მგონი თლაც ესე არ გამოდის ხარ რო გისმენ რაღაც 9 საათის განმავლობაში ეს სწრაფად თუ დავდივარ და მაგონდიციაში ვარ აი სწრაფი სიარულით დისკომფორტი არ მაქვს ტკივილის შეგრძნება არ მაქვს და ასე შემდეგ უკვე შემიძლია ნელა პირველი ნაბიჯები გადავდგა სირბილისკენ ხო ან ესე ალბათ უფრო ზოგადი სურათია ხარ რასაც მივხვდი იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ბევრი იყოს ვიღაცისთვის შეიძლება ცოტა იყოს ხო ანუ აი თუ მაგალითად ადამიანი 9 საათი დადის თავისუფლად მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რომ პირველ რიგში ზოგადად რეკომენდირებული არის ხოლმე და მეც რა ვიცი ურჩევდი რომ აი ეს სირბილს სიარულის მონაცვლეობით დავიწყოთ. აი თუ 9 საათი ადამიანი დადის, მაშინ მოდი აი 9 საათში თქვათ ჩავსვათ რაღაცა თავიდან პირველი გასახურებლად თქვათ 10 წუთიანი სირბილი, მერე თქვათ 3 წუთი გავირბინე, 2 წუთი დავისვენე. მერე ისევ თქვათ 3 წუთი გავირბინე, 2 წუთი დავისვენე. თუ მივხვდით რომ 3 წუთი ძალიან ბევრია და მერე თქვათ მე ამას რამოდენიმეჯერ ვერ ვიმეორებ, იმიტომ რომ უკვე 3 წუთზე მკვდარი ვარ და ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, მაშინ შევამციროთ 2 წუთამდე. ან 1 წუთამდე, მაგრამ თუ პირიქით გამოდგა ისე რომ იცი რა, 3 წუთში საერთოდ არ დავიღალე და ვერაფერი ვერ ვიგრძენი, მაშინ გავაგრძელოთ თქვათ 5 წუთამდე. რომ აი საბოლოო ჯამში მივიდეთ წყნარად და მშვიდად იქამდე, რომ 9 საათი გაუჩერებლად ვიძუნძულოთ. ან ზოგადად ამ სირბილს სიარულის იმაზე სტრატეგიაზე ამბობენ, ნუ არის რომ ერთ-ერთი საუკეთესო. საუკეთესოა, კი და სხვათა შორის ხო და რატო არის ანუ მაშინ? იმიტომ რომ ანუ ფაქტურად აი ესე ნელა ვაპარებთ ჩვენს ორგანიზმს დატვირთვას და ზედმეტი არ მოგვდის. ანუ ეს საუკეთესო
გასვლა იმისთვის, რომ მე უფრო ინტენსიურ სირბილზე გადახვიდე მაგისთვის თუ ზოგადადაც აი ესეთი ახლა სანდრო რო ყოველდღე ამას რაღაც მონაცვლეობით აკეთებდეს ამ სიარულ სირბილს და ამ შემდეგ ისეც მის ჯანმრთელობისთვის ეს კარგია. არა, ნახე თუ ადამიანს შეუძლია რომ 9 საათი თავისუფლად იძუნძულოს, მაშინ ნამდვილად არ არის უკეთესი რომ თქვა ამ ადამიანმა ახლა იქ სიარულები ჩაურთოს. ეს უკეთესი არის იმისთვის, ვინც თქვა ჯერ იმზადება და არ ურბენია არასდროს თქვა 9 საათი და პირდაპირ არ მიახტეს იმას, იმიტომ რომ შეიძლება იქ მყესი დაიზიანოს, შეიძლება ზედმეტი დატვირთვა იყოს და მე აღარც მოუნდეს გაგრძელება. კი ბატონო. აი, იცი რა მაინტერესებს, ჩვენი სირბილის რუტინა გამომდინარეობს იქიდანაც რა მიზნები გვაქვს ზოგადად, ხო? კონკრეტული სპორტის სახეობების წარმომადგენლებს შეიძლება კონკრეტული მიზნები ქონდეთ, ისინი უფრო დაკვალიანებულები არიან. ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მიზანი არის უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ნუ დავიწყეთ ნელა. აი ეს ლიმიტი მაინტერესებს, აი სად ვაჩერებთ ამ ლიმიტს, რომ აი აქ ესე რომ დავრბივარ ამ ჯერადობით კვირაში, ამდენი ხანი ამ მანძილზე საკმარისია და არც მომატება მჭირდება, არც დაკლება, ნუ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაც ჩავშალოთ მე როდის არის საჭირო დაკლება და ასე შემდეგ. აი რა არის ის ოპტიმალური რაღაცა რუტინა, რომელიც საჭირო ადამიანისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. იცი რა, კონკრეტული ციფრი არ არსებობს შორის. გააჩნია ადამიანის დროზე და მის სურვილზე და მონაცემებზე. თუ ამ შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად თავის თავს უნდა მოусმინოს, რაც თქვათ, აი სპორტსმენის შემთხვევაში არ ხდება. დაღლილი რო ხარ, მაინც ვარჯიშობ. როდესაც ანუ შენ უბრალოდ ჯანმრთელობა გაინტერესებს და მოყვარული ხარ, მაშინ შენ თავს ეგეთ დროს არ უნდა დააძალო და ძალიან დიდი სტრესი არ უნდა მიანიჭო, რომ აი დაღლილი ხარ, საერთოდ არ გაქვს თავი ვარჯიშის და გახვიდე და მაინც კიდევ ირბინო. მე ყოველდღე. ხო, ანუ ასევე მნიშვნელობა აქვს დროს ამ შემთხვევაში, რომ ვის რამდენი დრო აქვს. ახლა თუ ადამიანი რაღაც ყოველდღე მუშაობს, დილის თქვა 9 საათიდან 7 საათამდე, მისთვის უფრო რთული იქნება და უფრო სტრესული იქნება, რომ მაგალითად ყოველდღე ირბინოს 1 საათი, ამ თქვა საათნახევარი, იმიტომ რომ იქ რაღაცა ცხოვრებისეული პასუხისგებლობებიც აქვს. და მინიმალური რეკომენდებული ზღვარიც არ არის, რაც შეიძლება გავუწევ. იცი რა, ზოგადად რეკომენდირებული აი ეს სტატისტიკურად არის, რომ კვირაში 2-3 ჯერ ყველა ადამიანმა ირბინოს იმ ინტენსივობით და იმ დისტანციით, რამდენიც შეუძლია ვთქვათ. თუმცა ეს არის ნუ აი ზოგადი რეკომენდაცია, რაშიც ხო აი ყველა ერთად არის მოქცეული. მაინც ჩემი აზრით, აი მე რაც ახლა 21 საუკუნეში მომწონს, ეს არის ინდივიდუალიზმი, რომ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. იგივე რომ აი მაგალითად სტატისტიკურად რო არის, რომ აი რაღაცა 50-60 წლის იქით უკვე იცი რა სირბილი უნდა შევამციროთ და უკვე ზედმეტი დატვირთვა, ყველასთვის ეგრე არ არის. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ თავს ეგრე არ გრძნობენ, ძალიან ჯანმრთელები არიან და არა დაკლება, არამედ მომატებაც შეუძლიათ და მე თვითონ ბევრი პირადი ახლობელი და მეგობარი მყავს ეგეთი, რომელიც აი მაგალითად ჩვენი ჰენრი კუპრაშვილი არის ერთ-ერთი, რომელიც 80 წლის კაცია და ნახევარ მარათონ ჩვენი თბილისის ნახევარ მარათონს დარბის ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ. ჯანმრთელობა იდეალური აქვს. ანუ ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის ადამიანი, ვთქვათ, რაღაცა იმ სხვებთან ერთად მოვაქციოთ ქვაბში და რომ აი უნდა შეწყვიტოს სირბილი. ალბათ ისედაც ცოტა ესეთი მონაცემები უფრო სწრაფად განახლებადი უნდა იყოს, იმიტომ რომ ისე იცვლება ყველაფერი, ახლა 20 წლის წინ როგორც ცხოვრობდნენ და როგორც გამოიყურებოდნენ რაღაცა 50 წლის ადამიანები, დღეს იგივე სურათი ნამდვილად არ აქვს, ხო? 10-15 წლით აქეთ გადმოიწია ამასაკება. ალბათ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვას რა კი საფარზე საუბრობდი, ახლა მე ხშირად მსმენია ხოლმე ესეთი რაღაც, რომ აი ასფალტზე სირბილი ეს სახსრებისთვის ცუდია და თუ კი დარბი ხარ, უნდა ირბინო ისეთ ნიადაგზე, მაგათაც ტყეში, სადაც სხვადასხვა ტიპის საფარი იქნება. ეს ახლა რამდენად მტკიცებულებებით გამყარებულია, ან საერთოდ მითია თუ სინამდვილე? მტკიცებით გამყარებული კი არის ის, რომ უფრო მეტი დატვირთვაა უბრალოდ, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ასფალტზე საერთოდ არ ვირბინო. ანუ არ დავტრავმვირდები, მე თუ ყოველდღე დავრბივარ იმაზე, რა ვიცი, პეკინზე? არა, ნახე, ერთადერთი რამაც შეიძლება ის სირბილის ტრავმამდე მიგვიყვანოს, ეს არის ზედმეტის გაკეთება. უბრალოდ ასფალტზე ზედმეტი სხვა არის, მიწაზე ზედმეტი სხვა არის საერთოდ. აი მაგალითად, რო ავიღოთ, აი შეიძლება 5 კილომეტრი ასფალტზე ცოტათი უფრო მეტად დაგტვირთავს, შენ სახსრებს და ყესებს უფრო დიდ დატვირთვას მისცემს, ვიდრე მიწაზე. ამიტომ მიწაზე შეიძლება 5 არა და თქვა 6-7 ირბინო. და იგივე დონის დატვირთვა გქონდეს. აი უბრალოდ ეგ არის განსხვავება, რომ რაღაცნაირად უნდა
ბალანსიოთ. კი ბატონო და აი როგორი თვლება ეგ დატვირთვა რაღაც სხეულის მასასთან არის დამოკიდებული თითოეული ნაბიჯის დათქმა, საფარის ხო? სიმკვრივესთან ალბათ რაც კი. ანუ ზოგადად ადამიანებს გონიათ, რომ აი ეს რაღაცა სირბილი მარტო გულსის ზროხთა სისტემის დატვირთვაა და სხვა რაღაცა ვთქვათ მეტი არაფერი. სინამდვილეში ანუ ყოველი ნაბიჯის დროს, როდესაც ანუ ადამიანი ეხება ფეხით მიწას, თითოეულ ფეხზე განიცდის ეს საშუალოდან სწრაფი ინტენსივობის სირბილზე 2-დან 3-ჯერ უფრო მეტ დატვირთვას. ანუ თუ ადამიანი არის 50 კილო თავისი წონის, თუ არის 50 კილო, ხო, მაგ შემთხვევაში 100-დან 150 კილო დატვირთვა აქვს თითო ნაბიჯზე თან. არა მარტო ვთქვათ რაღაც ზოგად იმაზე, ზოგად კილომეტრზე. თითო ნაბიჯზე თითო სახსარს, ხო? კი. რაც საკმაოდ დიდი არის და რაც უფრო ტემპს ვუმატებთ, ეს დატვირთვა უფრო მეტად იწევა. აი უკვე სწრაფი და ის სპრინტის შემთხვევაში, უკვე ძალიან სწრაფი სირბილის დროს, უკვე 5-ზე არის. მაგიტომაც არის, რომ რაც უფრო სწრაფად დავრბივართ, მით უფრო მეტია ტრავმის რისკი. დაჟე აი პროფესიონალი მორბენლებსაც ხო, ანუ სწრაფი სირბილები ბევრი არა აქვთ. ანუ ეს არის რაღაცა ლიმიტში ჩასმული. კვირაში შეიძლება 2-ჯერ ან 3-ჯერ გააკეთოს. იმიტომ რომ ვთქვათ მეტი ცუდია, იდეაში რაც უფრო მეტჯერ ირბენ სწრაფად, მით უკეთესია, მაგრამ უბრალოდ ტრავმის რისკი გაქვს მეტი. ადაპტაციასაც ვერ მოასწრებთ. მე უკვე და არა წინ მიდიხარ, არამედ უკვე უკანი იწყებ წამოსვლას და ნუ ტრავმა მაგდროს ყველაზე ცუდია, იმიტომ რომ საერთოდ გიწევს ფიზიკური აქტივობის შეწყვეტა. და ეს დატვირთვა ასევე დამოკიდებული არის ნუ აი საფარზეც, იმიტომ რომ ზოგადად მიწაში, რომელიც არის ბუნებრივი საფარი, მოლეკულები ერთმანეთთან ძალიან ფართოდ არის და ძალიან დიდი სივრცე არის ამ მოლეკულებს შორის და ჩვენ როდესაც ნაბიჯს დგამთ, ამ დროს აი ჩვენი ენერგია, რასაც ხო რითაც ვურტყავთ ფაქტიურად აი ამ ნიადაგს, იფანტება მიწაში და უკან აღარ გვიბრუნდება იმდენი დატვირთვა. დაჟე ნახევარზე ნაკლები არის. მაგრამ როდესაც საუბარი გვაქვს ასფალტზე უკვე ეს დატვირთვა იმატებს და აი ყველაზე მძიმე არის მაინც ბეტონი. იმიტომ რომ ბეტონში არაფერი არ იკარგება, იმიტომ რომ მოლეკულები ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან და რა ძალითაც ურტყავ, ანუ იმ 150 კილოთი რო ურტყავ, იგივე დარტყმა გიბრუნდება სახსარზე. კეთილი. იცი რა მაინტერესებს კიდე ნინი სირბილის დროს მნიშვნელობა აქვს, მე ვამბობ დღის რომელ ნაწილში დარბი ხარ, ანუ დილას უზმოდ მაგალითად ეგეც პოპულარული მიდგომა არის. ბევრ პოდკასტში მომისმენია სხვაგან, რომ აი უზმოდ სირბილი კარგია, საღამოს ჯობია, აი დღის რა მონაკვეთში ჯობია სირბილი. არანაირი, ინდივიდუალურია. რამდენად შენ ცხოვრებას უხდება, აი დღევანდელობის პრობლემა არის ეგ, რომ ანუ რაღაცა ვცდილობთ, რომ ხალხი რაღაცა ყუთში ჩავსვათ, რომ აი ესე უკეთესია და ესე უნდა აკეთო. ხალხს უყვარს ფორმულების მოსმენა და ხო, არა და იცი რა, სიამოვნებაში რთულია თან. ეგ გვიშლის ხელს, რომ სისტემატურად რაღაცა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ეხა როცა პროფესიონალი ხარ, კი, იქ როცა გინდა მაშინ, ანუ თუ გინდა თუ დილით უკეთესია, დილით ირბენ, თუ ღამე უკეთესია, ღამე ირბენ, მაგრამ ანუ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ჩვეულებრივ, ანუ უბრალო ადამიანებს აქვთ ცხოვრება, აქვთ სამსახური, ვიღაცა სხვა პროფესია და არ არის სპორტში ჩართული. ეს უნდა იყოს მასზე მორგებული და არა პირიქით. იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ სისტემატურობას ვერ შეინარჩუნებს. რაღაცა ვთქვათ ის რომ აი დილით სირბილს უფრო მეტი ბენეფიტი აქვს, ვიდრე ვთქვათ საღამოს სირბილს არანაირი. თუ შენთვის მაგალითად დილით უფრო კომფორტულია, მაშინ უკეთესია დილით ირბინოთ. თუ არა და მაშინ საღამოს. ხო, შეიძლება კომფორტულიც არ იყოს და უბრალოდ სხვანაირად არ გამოდის. ხო, შენი დღის წესრიგიდან და დატვირთვა გამოდის. აი ერთადერთი, რაც თქვათ, აი ცოტა ისეთი არის, რომ უფრო საყურადღებო, რომ თლად ეხა ძილის წინ ვირბენთ, იმიტომ რომ ხო, დაზიანება შეგვიშლის ხო, იმიტომ იქ ენდორფინები რო გამოიყოფა, იქ ადრენალინი გამოიყოფა, ეს ეიფორია, ეს ყველაფერი აღზნებადობა, მერე შეიძლება გაგვიჭირდეს ძილი. ამიტომ აი 1-2 საათი ინტერვალი მაინც უნდა იყოს, რომ მერე ყველაფერი თავის ბაზაზე ჩავიდეს და ჩვენ რაღაცა ტკბილად და მშვიდად დავიძინოთ. იმიტომ რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ძილში არაფერმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ნამდვილად გეთანხმები. ხო, ეს რა ქვია, ეხა ბევრი რაღაცა ახსენე დღეს შენ და ბევრი საკითხი შევაჯამე და ასევე ბევრჯერ თქვი რომ რაღაც ეს კვლევები ასე შემდეგ აი შემდეგ. რამდენად გვაქვს, აი რამდენად მტკიცებულებებზე დაფუძნებული არის დღეს სიარული თუ სირბილი
და რამდენად ვიცით ის რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავებული არის და მათ შორის აი დასაწყისში რაც ვილაპარაკეთ, რომ ფიზიკური აქტივობა, მასში შედის ესეც, ხო? რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი? კონკრეტულად სირბილის მიმართულებაში რამდენად კარგად თვალთ აქ კვლევების თვალსაზრისით? ძალიან კარგად ვარ სხვადასხვა, კი, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენთან იმდენად არა, მაგრამ სოფლიო დონეზე სირბილი ძალიან პოპულარულია და ცალკე განხრა არის საერთოდ, სირბილის ფილოსოფია და science რა, მეცნიერება, სირბილის მეცნიერება, თალკე ფაკულტეტიც კი არის შექმნილი, უმაღლეს დონეზე არის და თან ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი არის, ოლიმპიური სპორტი არის სირბილი და უამრავი ფული არის ზოგადად ამაში ჩადებული, ამ კვლევებში, იმიტომ რომ რეკორდები უფრო წინ მიდის, ეს ყველაფერი არის ზუსტად აი ამ კვლევებიდან გამომდინარე, ხო? რავი, ჩვენ ხედავთ, რომ ყოველ წელს ახალი რეკორდია სირბილში, ყველა დისტანციაზე, ეს პროსტო სასწაულია, უკვე იმ დონემდე მიდიან, რომ სადღა აღარ ვიცი და ეს არის ყველაფერი კვლევებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქ რაღაცეები გაიგეთ, რომ თურმე ესე ვარჯიში უკეთესია, თურმე იქ რაღაცების განსაზღვრა, ძემჟავის განსაზღვრა, ძალიან მეცნიერულად უდგებიან იქ, ისე არ არის, რომ აი უბრალოდ დააყენონ და ავარჯიშონ. თითოეულ თმის ღერს უზომავენ ფაქტიურად მორბენლებს. ეგეც რომ მაგასაც რომ მაშინ ხაზი გავუსვათ უკეთრავად, მაგასაც ხაზი გავუსვათ, რომ ის რადგან ახლა საუბრობდით და რადგან ჩვენ ახსენეთ ჩემპიონატები სპორტული, რომ დღეს ჩვენ მაგაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ, ხო? და იცი რა მინდა რომ გთხოვა, რომ სიარულს აი ამ ძუნძულსა და სირბილს შორის აი რა განსხვავებაა ესე რომ შევხედოთ. აი შემიძლია თუ არა მაგალითად რომ იგივე ტიპის დატვირთვა მივიღო და იგივე სარგებელი მივიღო ამისგან, თუ უფრო გავზრდი სიარულის დისტანციას, აი უფრო დიდხანს ვივლი, ვიდრე ვირბენდი 20 წუთი. აი ამათ შორის განსხვავება არის? განსხვავება კი დიდია სხვათა შორის, იმიტომ რომ აი მთავარი განსხვავება ინტენსივობაა მაინც. სიარული რაც არ უნდა ხანგრძლივად გავაგრძელოთ, ითვლება მაინც დაბალი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობად. ძუნძული არის საშუალო. ისე დონეზე ვერ დავტვირთავ მაგალითად გულს. ეს იგულისხმება. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად სიარულით, ხო, რაც არ უნდა ხანგრძლივად იარო, რაღაცა სიხშირი, პულსის სიხშირის იქით არაგივა, ხო? ეხლა ძალიან იშვიათია. თუ მაგალითად ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს, მაშინ სიარულის დროს 170-მდე პულსი არაუვა. თუ ასდის, ესე იგი სერიოზული პრობლემა აქვს, რაღაცა გულთან ასოცირებული და იქიმთან უნდა მივიდეს, იმიტომ რომ არ უნდა ასდიოდეს ადამიანს სიარულის დროს, ეგით რამე არ ხდება. აქედან გამომდინარე, იგივე დატვირთვას ვერ მივიღებთ ვერასოდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიარული ცუდია. მაგიტომაც არის სიარული ძალიან კარგი დაბალი ინტენსიური ფიზიკური აქტივობა. აი ძუნძული ზოგადად ითვლება უკვე საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობად და მერე სირბილი არის უკვე მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა. თუმცა აი აქ არის ერთი პატარა პრობლემა, რომ ბევრი ადამიანისთვის სიარულიდან მერე რომ ძუნძულზე გადადის, საშუალო ინტენსივობას ვეღარ ინარჩუნებს და უკვე ეგრევე მაღალი ინტენსივობა ხდება. და აი ზუსტად მაგ ადამიანებისთვის არის. რას ხდება? აი მაგალითად იმიტომ რომ უკვე ძალიან დაიღალა და პულსი ავიდა იმაზე მაღლა, ვიდრე ვთქვათ არის აი საშუალო სიხშირე. აი ზოგადად რო ვთქვათ, ესე ითვლება რომ დაბალი ინტენსივობა 120 პულსამდე არის, პლუს მინუს ვიღაცისთვის შეიძლება 130-იც იყოს. საშუალო ინტენსივობაში უფრო მოისაზრება, რომ აი 120-დან 150, 160-მდე და უკვე მაღალი ინტენსივობა 160, 170-ის ზემოთ. უკვე გადადის მაღალი ინტენსივობაზე. ვიღაცა შეიძლება ვთქვათ თავისი მაქსიმუმი პულსის კონდეს 200, 205, 210, ვიღაცის შეიძლება 190 იყოს. ჩვენს მაქსიმუმთან რაც უფრო ახლოს ვართ, მით უფრო მაღალია ინტენსივობა. თუ ჩემთვის არის 200 მაქსიმუმი რაღაცა პულსი რაც შემიძლია განვავითარო, ეს იმას იცავს, რომ 190 ჩემთვის უკვე ძალიან მაღალი ინტენსივობაა, იმიტომ რომ მაქსიმუმთან ახლოს ყავს ორგანიზმი მიყვანილი. აქედან გამომდინარე, აი თქვათ ადამიანები რომ დადიან და 120 აქვთ პულსი, ხანდახან ვინც არ არის ნავარჯიშები, ძალიან სუსტი გულსიზრახთა სისტემა აქვს, ძალიან უვარჯიშებელია. როგორც კი ვთქვათ, ძუნძულს იწყებს, ის 140-150 პულს ვერ ინარჩუნებს და ეგრევე მაქსიმუმზე გადახდის. 170 აქვს, ეგრევე 180 აქვს. აქედან გამომდინარე, ეს მისთვის ძუნძული არ არის, საშუალო ინტენსივობა აღარ არის უკვე, ეს არის უკვე მაღალი ინტენსივობა. და იმ მსგავსი ადამიანებისთვის არის საუკეთესო, აი რაც ვახსენეთ, სირბილის მონაცვლეობა. იმიტომ რომ დაბალი ინტენსივობიდან რომ მე ვთქვათ, მაღალზე
ცოტა ხანი ავა, მე შეანელებს, პულსი ვერ მოასწრებს ძალიან მაღლა ასვლას, ისევ ჩამოვა სიარულის დროს. მე ვთქვათ, ისევ გაირბენს, ცოტათი ისევ ავა, მე ისევ ჩამოვა. ანუ ამით მოახერხებს ის, რომ აი საშუალო ინტენსივობა შეინარჩუნოს. და გულსის ძარღვთა ჯანმრთელობის მიხედვით, ანუ ეხლა ჩემთვის რო შევაჯამო 5 კილომეტრს რო თუ გაივლი და მე ან 5 კილომეტრს რო გაირბენ, 5 კილომეტრის სირბილი უფრო ჯანმრთელი ვარიანტია, ვიდრე 5 კილომეტრის სიარული. თუ შენ თუ ორგანიზმი მაგისთვის მზად არის, ამ ტანობის მიხედვით. კი. ხო, აი მაინც რო კიდე ერთხელ რო შევშალოთ, იმიტომ რომ ესეც ხო ის არის, ხო, ხა ვიღაცას ეძარება, ვიღაცას ეს მოსწონს და ასე შემდეგ. სიარული, ძუნძული, სირბილი. აი სად რა დადებითი მხარეები გვაქვს? პულსზეა, როგორც ვიხდი, დამოკიდებული მთლიანად მიბმული არის კარდიოს ინტენსივობაზე. მაღალზე თუ დადიხარ და გამოგდის იგივე ძუნძულის პულსი, შეგვიძლია ურთიერთმონაცვლედად ჩავთვალოთ. კი, აი ხა მაგალითად ადამიანებისთვის, ვისაც აი ძალიან უვარჯიშებელი გულსის ძარღვთა სისტემა აქვს, და საშუალო ინტენსივობას შეიძლება სიარულით მივაღწიოთ, ოღონდ მაშინ აღმართზე ცოტა რო დატვირთვა დაუმატოთ, შეიძლება აღმართზე ვატაროთ ის ადამიანი, ან ვთქვათ სწრაფად. ან ტყეში სიარული მაინც გაიყოფილა. ტყეში სიარული ძალიან კარგია. ძალიან კარგია რა. მე მივედი დასკვნამდე, რომ ეგ არის ყველაზე კაი. კი, მართლა კარგი არის ტყეში სიარული. თორე. ტყეში სირბილი კიდევ უკეთესია. კი არის ოღონდ. იქ სადაც გაქვთ ჩვენო მაყურებელო იარეთ, თორე აგერ თბილისში ხე აღარ დაგვჭირა ეს ჩვენ შემთხვევაში მთარი. მთები გვაქვს ბევრი და მთებში სირბილი და სიარული ძალიან კარგია. და ასაკების მიხედვით არ ჩაგვიშლია სანდრო წეღან შენ დაიწყე ამაზე საუბარი. მან რა განსხვავებები გვაქვს? ვიცი რაღაც შეზღუდვები ახსენე შენ, ანუ ეს შეზღუდვები რის მიხედვით არის, როგორ არის და რატო არის? აი ასაკს რაც შეეხება, თავიდან ცოტა უნდა ვიყოთ მაინც ფრთხილად, რომ ბავშვი არ მოგვივიდეს ზედმეტი დატვირთვა. 14-15 წლამდე ბავშვებზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ ამ დროს ამ ასაკამდე ძალიან აქტიურად ხდება ძვლის ზრდა ზოგადად და ბევრი ენერგია სჭირდებათ იმისთვის, რომ ნერვული სისტემა განვითარდეს, ეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა განვითარდეს და მერე იქ დამატებული კიდე ძალიან დიდი დატვირთვა ზოგადად ხელს უშლის. იმიტომ რომ მერე ორმაგი ნუტრიენტები ჭირდება ბავშვს, შეიძლება ვერ მივაწოდოთ საკმარისი და მერე იქ რაღაცა თქვათ პრობლემა შეიქმნას და უკვე ორგანიზმი იმაზე მალე გადავტვირთოთ, ვიდრე საჭიროა. იმიტომ რომ ეგენ ხო ისედაც ფიზიკურად ყველაზე აქტიური არიან და ხოსუდარბია წესით, ხო? ეს ხო, ჩემ ბავშვობაში ეზო ჯერ კიდე თავისუფალი იყო, მეტი სივრცე იყო და ანუ ფიზიკურად ბევრად უფრო აქტიურები იყვნენ ბავშვები ურბანულ სივრცეებში უგულისხმობ, ვიდრე დღეს. დღეს მაინც თუ ესეთი ფიზიკური აქტივობა არის, მაინც უფრო ან თუ კერძოდ დადის რამეზე ბავშვი, ან სკოლაში ფიზკულტურას რო ეძახდით, იქ თორე სხვა შემთხვევაში აი ეს ეზოს პრინციპი და ეს სტადიონებიც ესე ფართო არ არის და თუ არის კიდე გადატვირთულია და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთი კი მაინც უფრო აქტიურები არიან ფიზიკურად, მაგრამ ხო, მაგრამ სკოლაში არ ვიან. რომ ეხლა მე იმიტომ რომ ბავშვების კლასი მაქვს ჩემპიონთა აკადემიაში და ნუ ბავშვებს ძალიან ისე აქტიურად ვხედავ ხოლმე, აი სერიოზული პრობლემაა ეგ, იმიტომ რომ აი მართლა ჩემ ბავშვობაში ეგრე იყო, რომ ანუ ხტუნვა, სირბილი, ყველაფერი ანუ ეზოში ვისწავლეთ. დღევანდელობაში ბავშვებს ფაქტურად უნდა ასწავლო. იმიტომ რომ როგორც ჩანს ეზოში არ სწავლობენ, არ ვერ სწავლობენ, იმიტომ რომ მე რამდენი ბავშვიც მომდის, თუ არ არის სპორტზე ნასიარულები, ბავშვი დაჟე ბევრი ვინც სპორტზე დადის, ვერ ხტუნავს და ვერ დარბის. ანუ ორი ფეხით ვერ ხტუნავენ. რაც თქვათ, აი ჩვენ ვსწავლობდით ასკინკილით, ლახტით, ეზოში და ანუ რაღაცებს რო ვაკეთებდით. სივრცეებიც უფრო ცოტა. ხო, ანუ გვიწევს რომ სპეციალურად უკვე დავტვირთოთ ბავშვიც კი. აი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას მივადგეთ ურბანულ სივრცეებში, ხა თბილისზე მე მეტი შემიძლია ლაპარაკი. რამდენად არ არის მორგებული მორბენალ ადამიანზე, ზოგადად ეს ქალაქი პირველი, ლანდშაფტიც ისეთი გვაქვს, რომ რთულია, მეორე სარბენი ბილიკები ცალკე ძალიან ცოტა გვაქვს, მესამე ის რომ სპორტ დარბაზები ძვირადღირებული არის, მწვანე სივრცეების ნაკლებობა გვაქვს ქალაქში და წეღანაზეც ვსაუბრობდით, ასევე დასაქმების ადგილებზეც ეს სპორტ დარბაზები და ასე შემდეგ ძალიან იშვიათია, დამსაქმებელიც მაინც და მაინც არ არის მოტივირებული, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლების ფიზიკურ აქტივობას იმავე სივრცეში. იმიტომ რომ არის ის ამ საშუალება თორე ბოროტი კი არ არის, ხო? რა თქმა უნდა, თალსახად და სახელმწიფო სპორტ დარბაზები და მათ შორის ბასეინები და ასე შემდეგ არ გვაქვს ასევე. აი ამ პრობლემაზე მინდა ვილაპარაკოთ, ხო? ანუ რამდენად
ხელმისაწვდომი არის სირბილი. ეგ ალბათ უკვე თან მოზრდილებში. ხო, მოზრდილებში. თან რო ასაკებს მიყვებით, თან ვერ ბავშვებზე ვსაუბრობთ. და მე მგონი ხო აი ეს დღევანდელ მილენიალებში ყველა სერიოზული პრობლემა მე მგონი ეგ არის. ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის კი და თან როცა ვსაუბრობთ, ანუ ზოგადად აი რო ვიძახით რომ აი სირბილი კარგია და ძალიან ყველასთვის კარგია და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც თქვა ეს აი კარგი არის ის რომ ხელმისაწვდომი არის ყველაზე მეტად. ნუ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ არ გვჭირდება კონკრეტულად რაღაცა დარბაზში წასვლა, რაღაცა ფულის გადახდა, ასევე დრო ეხა დღევანდელი საცობების ამბავი ვიცით და ვთქვათ სამსახურიდან რომ შეიძლება ჯიმი მოშორებით არის და იქ რო წახვიდე, კიდე 1 საათი გზაში დახარჯო და იქ მერე 1 საათი ვარჯიშო და დამოხვიდე, ნუ ფაქტიურად 12 საათი მოვიდა ღამის. ამიტომ ეგეთ შემთხვევაში ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სირბილი, რომ ვთქვათ იქვე გქონდეს რაღაცა სივრცე, სარბენის სივრცე, სადაც მოახერხებო, რომ გადაირბინო 9 საათი იძუნზულო და წამოხვიდე სახში. ანუ რაც იდეალური იქნებოდა, მაგრამ ნუ თბილისში გვაქვს ეგ პრობლემა, რომ სტადიონები, სარბენის სტადიონები არ არის, საერთოდ არ არის. დაჟე ძლევსნების, ანუ პროფესიონალურ მორბენლებს არ აქვს ფაქტიურად. რაც ძველი იყო ყველაფერი განადგურებულია, სივრცეებს არასდროს არ არგებენ, ანუ სირბილს, ანუ ყველგან ბეტონი არის, რაც ნუ აღნიშნეთ, რომ ბეტონი ყველაზე მძიმე არის და ყველაზე რთული არის სარბენა და მაგიტომაც არის, რომ შემოსის ბეტონები არის და რა პარკებს ესე არ არის, ეხა მწვანე საფარის ნაცვლად არის. არის, კი, და მაგიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი აღნიშნავს ხოლმე, რომ აი სირბილი დავიწყე და რაღაცა მუხლი ძალიან მალე ამტკივდა და მე რო ვეკითხები ხოლმე სად ირბინე, უცებ ბეტონზე ირბინა, ანუ ბეტონზე მეც ვტკივავ, მართლა ვტკივავ ფეხები, ამიტომ ძალიან ვერიდები ბეტონზე სირბილს, თუ აუცილებელი არ არის და უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, მაშინ არ დავრბივარ, იმიტომ რომ მეორე დღეს რაღაცა იქ პატარ-პატარა ტკივილებით ვიღვიძებ და ხა საერთოდ არაადაპტირებული ადამიანი, ხო, საერთოდ ანუ რა თქმა უნდა გადაიტვირთება. რაც შეეხება მთებს, მთები ცოტა შორი არის, რთულია, ბევრი აღმართია დამწყებისთვის. არც ისე ხელმისაწვდომი არის და არც იცის რომ თქვა აი რაღაცა იქ მთებში სირბილი არსებობს და უფრო მეტი დროც სჭირდება. ამიტომ ახლოს თუ არ გაქვს პარკი, პრინციპში უნდა სადღაც მიხვიდე და იქ უნდა დაიწყო მე და ის პარკიც იცი რა, იმ პარკებშიც იმდენად პატარა სივრცეა და იმდენად ბევრი ხალხია, იმიტომ რომ ერთი პარკია ალბათ რაღაცა, არ ვიცი, რამდენიმე კილომეტრზე, რომ ვერ დარბიხარ. და სარბენ ბილიგზე დადიან. დადიან, ხო. ნინი რა მაინტერესებს ისი რომ დაახლოებით საყრდენ მამოძრავებელ სისტემაზე როცა ლაპარაკობთ რა ეხლა ცოტა ხანი გვერდით რო გადავდოთ გულსა სისტემის სისტემა მაგ შემთხვევაში აი ამ ასაკში მოზრდილ ადამიანებში მაინც არის ის ხო რა ქვია ყველანაირი დადებითი შედეგის მომტანი მიუხედავად იმისა, რომ უკვე რაღაცა 40 წლის ზემოთ ან 50 წლის ზემოთ შეიძლება ცოტა დაიწყოს სახსრების პრობლემები და ასე შემდეგ. აი მან მაგას როგორ ვუყურებთ? ნახე, რა არის ზოგადად რაღაცა რო გავავარჯიშოთ, ის უნდა ვავარჯიშოთ. კონკრეტულად ის უნდა ვავარჯიშოთ, ხო? სახსრების ფუნქცია არის მოძრაობა. მეტი ფუნქცია ფაქტურად სახსრებს არ აქვს. ის რომ იმოძრაოს სხვადასხვა დიაპაზონში. თქვათ მუხლის შემთხვევაში რაც აქვს ეს მოხრა გაშლა, თქვათ იდაყოს სხვა დიაპაზონი აქვს, მხრის სახსარს სხვა დიაპაზონი აქვს. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მას ანატომიურად რა მოძრაობის დიაპაზონიც აქვს, ყველა დიაპაზონში ვავარჯიშოთ. თუ გვინდა რომ სახსრების ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, აუცილებლად ის უნდა ვამოძრაოთ. სირბილი არის სახსრების სამოძრაოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაღაც, ანუ მართლა ყველაზე კარგი რაღაც. უბრალოდ ასაკთან ერთად ხო, როდესაც უკვე 40-ს გადავაბიჯებთ, უკვე ჩვენი ორგანიზმი ცოტა იცვლება და უკვე ჩვენც უნდა მოვერგოთ მას. ანუ ცოტა კუნთის მასის კარგვას ვიწყებთ, რისთვისაც აუცილებელი არის რომ ფიზიკური ვარჯიშები ვაკეთოთ და ცოტა ცილას მოუმატოთ, რომ ის კუნთის მასა არ დავკარგოთ. ცოტა იქ მოქნილობის პრობლემებიც გვეწყება და უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუნდაც გახურებას და მერე გაწელვას. ანუ თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, არანაირი პრობლემა არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც აი რაც ვახსენე, არის ის, რომ კუნთის მასის კარგვა. რატომაც შეიძლება ვთქვათ ადამიანებს მერე დაიწყოთ რაღაცა პრობლემები და რაღაცა ტრავმები 40 წლის მერე და ეს კუნთის მასის კარგვა არის პრევენცირებადი. მით უმეტეს დღესდღეობით. ცილით მდიდარი საკვების მიღება და დარბაზში, ან შეიძლება სულ არ იყოს დარბაზში, უბრალოდ წონითი ვარჯიშები, სადაც კონკრეტულად ვავარჯიშებთ კუნთს. რაც შეგვიძლია რომ ვთქვათ, თუნდაც სახშიც მოვაწყოთ, რომ რაღაცა 1-2 ვიყიდოთ, 1-2 რაღაცა გირი და ვივარჯიშოთ მაგით.
ხო, ეგენთან ესე რთული ვარჯიშები არ არის და მივარჯიშია ეგენი. რაც კონკრეტულად ექიმის რეკომენდაციით და ხო ისე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს და თან ამავდროულად ეგ კიდევ კარგი იმითაც არის რომ ეს გავარჯიშებული და ძლიერი კუნთოვანი სისტემა შემდგომში ამ სახსრების განტვირთვასაც უწყობს დატვირთვა ნაკლები მოდის. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რატომაც რო ვთქვით რომ ასაკში სახსრებზე დატვირთვა იმატებს არის რომ კუნთის მასას ვკარგავთ. მაგრამ თუ მაგის პრევენციას მოვახერხებთ რაც შესაძლებელია, მაგ შემთხვევაში ეგ არ მოხდება. და ზოგადად ეს ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვანი არის, აი მე ვიტყოდი მიუხედავად იმისა, რომ მე მორბენალი ვარ და სირბილი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო არის, ჯანმრთელობისთვის წონითი ვარჯიში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯობი, აი თუ არჩევანი გვაქვს, რომ ცხოვრების განმავლობაში ანის ვაკეთოთ, წონითი ვარჯიში ვიტყოდი, რომ მაინც ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვერ მოვისმინა დღეს. ესე ანუ სირბილზე მეტადაც კი იმას კი, იმიტომ რომ ანუ თქვათ იმ წონით ვარჯიშითაც შეგვიძლია რომ გულსიზრახთა სისტემა რაღაც დონეზე მაინც ვავარჯიშოთ, მაგრამ კომბინაცია ალბათ ოქრო სტანდარტი კი, რა თქმა უნდა, კომბინაცია საუკეთესოა. კიდე ერთი შეკითხვა აქვე. წეგანკი დაუმარცხდი სანდროსთან, მაგრამ ეხლა მაინც მომჯერა რომ მოვიგებ. როგორ არის ამ შემთხვევაში ცურვასთან მიმართებაში? ხო, აი ცურვასთან მიმართებაში ეს ძალიან ისეთი საკითხია საქართველოში სხვათა შორის, მეც ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ აი რა სირბილი წავიდეთ ვიცურავოთ, ან ცურვა ხო ჯობია სირბილს. აი ვერ იტყვი ეგრე. მე მაგალითად მაგას არ ვეთანხმები, ანუ ზოგადად დაბალი ინტენსივობის თვალსაზრისით, კი. იმიტომ რომ ცურვა მაინც დაბალ ინტენსივობაში გადის. ხა ჩვენ ანუ დამწყებები ვერ დავიტვირთებით ისე რომ აი ცურვით ძალიან მაღალ ინტენსივობაზე ავიდეთ, იმიტომ რომ მაგ დონეზე ვერ ვცურავთ, ანუ ცურვას ტექნიკა სჭირდება თან. ანუ შენ როდესაც არიცი კარგად ცურვა, დიდი ხანი ვერ იცურებ, ვერ სწრაფად ვერ იცურებ. ანუ მაგაზე უნდა იარო მაშინ, უნდა ისწავლო, მე სხვა შორის ძალიან კარგად ვცურავ და თან ნუ საკმაოდ მოცურავად ვთვლი თავს, ანუ ვიცი ცურვა. და მაგიტომ ვიძახი რომ ტექნიკა თუ არ გაქვს, ვერ იცურებ დიდი ხანი. ხა მე მაგალითად შემიძლია რომ 2-3 კილომეტრი რომ მივდივარ ვიცურო გაუჩერებლივ. თუმცა მაინც არ არის საკმარისი დატვირთვა ჩემთვისაც ეგ, იმიტომ რომ სისწრაფე მაინც არ მაქვს. ანუ მაინც სუბუქად ვიტვირთები. პულსი ანუ არ არის ისე მაღლა როგორც ხო. ოკეი. ანუ თუ თქვათ გავაკეთებ რაღაცა პატარა აჩქარებებს, პულსი კი შეიძლება ამივიდეს, მაგრამ ტექნიკის, ანუ არასაკმარისი ტექნიკის გამო ვერ ვინარჩუნებ მაგ ტემპს, რომ თქვათ მე დავდგე და ეს დიდი ხანი შევინარჩუნო. იგივე დაემართება ნებისმიერ დამწყებს. და ასევე ეს წონის ტარების კომპონენტიც არ არის ცურვაში. ეგ არის ხო ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანი, რომ აი რასაც weight bearing-ს ეძახიან და აი წონითი დატვირთვა, ზოგადად აი ადამიანი რო დგას, უკვე განიცდის წონით დატვირთვას, იმიტომ რომ ჩვენზე მოქმედებს სიმძიმის ძალა. და ეს ზოგადად ცურვის დროს ეს სიმძიმის ძალა უკვე აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ უწონო მდგომარეობაში ვართ. და ზოგადად ნაჩვენები არის, რომ აი ადამიანები, რომლებიც კოსმოსში მიდიან, სერიოზული პრობლემა ექნებათ მერე მაგაზე ძვლებზე, რომ იქ რო სულ უწონო მდგომარეობაში არიან, იქ მაგიტომაც ატანენ ვარ რაღაცა სავარჯიშო რაღაცებს, სპეციალურ წონებს და რაღაცებს ატანენ, რომ სისტემატურად ივარჯიშონ. და წონითი დატვირთვა მისცენ ორგანიზმს. თუ არა და სერიოზულად უზიანდებათ იქ ძვლის გამოფიტვა, კუნთების ატროფია და ნუ ასე შემდეგ. და ფაქტიურად ცურვაც უწონო მდგომარეობაა. ამიტომ ეგ ბენეფიტი არ გვაქვს და ცურვასთან ერთად მაშინ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჯიმში, ეგრეთ წოდებულ დარბაზში ან სახლში ცალკე წონითი ვარჯიშები. თუ ამ ორს კომბინაციაში მოვიყვანთ, მაშინ კი ბატონო, მაშინ ცუდი ნამდვილად არის. ეს ბასეინში რო ხტუნაობენ ხოლმე. ეცი რა, ხო ეგ არ იცვლება. ზოგადად აი მაგალითად ხტუნავებ, ალბათ ჩაიცვლება სანდრო. მაგალითად აი ესეთი ტექნიკა არის, მორბენლების რეაბილიტაცია ხდება ხოლმე წყალში სირბილით. იმიტომ რომ წონითი დატვირთვა არ გაქვს. ой, ხო კატებისაც კიდე. კატების. ნუ მეც მაინტერესებდა. კატებს და ხო, იმიტომ რომ დატვირთვა ალბათ, ხო? რაღაც აპარატები არსებობს რა კატებს ჩასვამ სუკან კატებს და ხო და დატვირთვა უმცირდებათ კი ეგ ადამიანებზეც არის ეგრე არ კატებია ძაღლებზეც არის და ნუ ანუ რა შედეგს ვაღწევთ ახლა მაგით ის რომ აი თქვა ადამიანს როდესაც აი რეაბილიტაციას გადის და სახსრებზე აი წონის გამო ან ტრამვის გამო ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და გვინდა რომ ეს რაღაცნაირად მოხსნათ მაგრამ გული დაუტვირთოთ
და არ გვინდა რომ ძალიან მოდუნდეს, ეგეთ დროს წყალში როდესაც ვცვავთ ადამიანს, ანუ ის წონითი ასპექტი იკარგება უწონო მდგომარეობაში და მხოლოდ სახსრები და კუნთები მოძრაობს. განსაკუთრებით. და მაგით ვინარჩუნებთ რაღაცა დონეს. რაღაცა კალორიულ, აი ხა სიმსუქნის თვალსაზრისით, აი კატებს რო უკეთებენ და ძაღლებს უკეთებენ, რომ აი წონაში ისე დაიკლონ, რომ სახსრებზე დიდი დატვირთვა არ მოვიდეს. კალორია დაწვანი და იმიტომ. ეთილი. ცურვაზე შეიძლება სხვა დროს ვილაპარაკოთ კიდე, რამის დამატება ხო არ გინდა ცურვასთან დაკავშირებით? აი ცურვასთან ეს დავამატებ, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თქვა აი სირბილზე და სიარულზე უკეთესი იყოს, როგორიც არის როცა ადამიანი თქვათ არის ოპერაციები, აქვს ძალიან თქვათ ისეთი დაავადება გულსის ზარღვთა სისტემის დაავადება, შეიძლება ინფარქტი აქვს გადატანილი და ანუ მისთვის რეალურად სირბილი ხომ ძალიან ზედმეტი არის, მაგრამ შეიძლება სიარულიც კი იყოს ზედმეტი დატვირთვა. ესეთ დროს ძალიან კარგი არის, რა თქმა უნდა, რომ პირიქით ცურვით ჩავანაცვლოთ. კიდე არის სხვა მდგომარეობები, როცა კუნთების ტონუსი გვაქვს სხვადასხვა განვითარების დარღვევის ამ დაავადებების გამო და მაგ შემთხვევაშიც წამალივით არის ხოლმე ფაქტობრივად ეს რომ წყალს თავისი გავლენა აქვს კიდე ცალკეს, ანუ შეიძლება ვთქვათ იქ რაღაცა წონითი დატვირთვა არ იყოს, მაგრამ წყალი კიდე სხვა გავლენას ახდენს ორგანიზმზე, რაც თქვათ კარგი არის და რასაც სირბილი ვერ ისავს. კიდე ერთი ის მაინტერესებს მითი არის თუ არ არის აი თვითონ ვარჯიშის დროს შუალედებში შესვენებებში წყლის დალევა არ შეიძლება ასე ეგ არის როგორი მითით, აი ძალიან ცუდი მითით, ან რომ ადრე იყო ეგ რომ აი რაღაცა საბჭოთა კავშირის დროს რომ არ ბენინებდნენ და შეხე მე რაღაც 4 ძმა, ბოდიში 3 ძმა მყავს და ნუ ერთ-ერთი ნუ ძალიან დიდი არის, ამიტომ ის პერიოდი გამოვლილი აქვს და ნუ აი სპორტზე რომ დადიოდა რაღაცა 1 საათი, საათნახევარი არ ბენინებდნენ ისე რომ წყალი არ უნდა მოგეწრუპა, აი არც ერთი გრამი. არ და პირიქით არის სიამოვნებაში უნდა მიიღო ჰიდრატაცია. რა უნდა, ხო, იმიტომ რომ მეტად ცხენზეც ესეა. მე ცხენზე ვიცი რომ წყალი არ უნდა დაალევინო, თორემ მოკვდება. ხო. არა სავარაუდოდ იმასაც უნდა დაალევინო, იმიტომ რომ რაღაცა მექანიზმი რაც ხო არ ვიცი. არ ვიცი, შეცდომა შეშოვიყავთ. ცხენზე არ ვიცით ხალხო. ადამიანმა უნდა დალიოს. ის მითიც იყო რომ აი რაღაცა მენტალურ და რაღაცა გამძლეობას, ფიზიკურ გამძლეობას ეხმარება, მაგრამ სიამოვნებაში არ ეხმარება, იმიტომ რომ ჩვენ თუ თქვა წყალს არ დავლებთ, ხო, ჩვენი ფიზიკური რაღაცა მონაცემები და ჩვენი ის თუ სადამდე შეგვიძლია წავიდეთ, საკუთრად მცირდება. მე თუ წყლის დალევით შემიძლია უფრო მეტი ვირბინო, ვიდრე წყლის არ დალევით, რა თქმა უნდა მეტი სირბილი ჯობია. ერთადერთი არის ის, რომ აი ძალიან თუ გული გვაქვს აჩქარებული, ეგრევე რომ წყალი მოვიყუდოთ და რაღაცა თავზე გადავისხათ, ეგრე არ არის კაი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერ მოვასწრებთ ათვისებას და შეიძლება გული აგერიოს უცებ. იმიტომ რომ იქ რო გული გაქვს აჩქარებული, შენ რო უცებ წყალს დალევ, შეიძლება კუჭამდე ვერც კი ჩავიდეს. და კიდევ ის რომ ძალიან ბევრი არ დავლიოთ, რომ უბრალოდ დისკომფორტი არ გქონდეს მუცელში. სხვა რამე ისეთი. მეტი არაფერი. ხო, ეგეც დისკომფორტის ამბავია, რომ აი ხა მე მომსვლია ხანდახან, რომ ბევრი დამილევია, იმიტომ რომ უცებ ძალიან მწყუროდა და უბრალოდ მე ცოტა მაწუხებდა მუცელში, თორე ანუ მაგით ცუდი არაფერი არ ხდება. ერთი უნდა მინდა რომ დავაზუსტო ნინი კიდე ესეთი საკითხი, რომ დღეს რამდენჯერმე შევეხეთ გახურებას, გაწელვებს და ტრავმების პრევენციას. ამას რაღაც ასაკებთან ერთად მნიშვნელობაც აქვს, ხო, რისკები უფრო სასაკში დიდ დატვირთვებზე ალბათ ტრავმებისაც იმატებს და იგივე ხო, ეხლა თუნდაც სპორტ დარბაზში როცა მიდიხარ და ნუ წონითი ვარჯიშები უნდა გააკეთო, ჩვენ ტრენერები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ წინასწარ უნდა გავხურდეთ, გავიწელოთ და ასე შემდეგ. აი ეს რო კარგად გავაგებინო, ამ ყველაფრის მნიშვნელობა რა არის? თუნდაც აი დასაწყისში რო კარდიოებს ვაკეთებთ, ესეც ესე რატო ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ხო, ანუ გახურების დროს ზოგადად ხდება ადამიანის ორგანიზმის მომზადება. რაც უფრო რაღაცისთვის მზად არის ორგანიზმი, მით უფრო ადვილად იღებს. იმიტომ რომ აი ხა ჩვენ რო თქვათ, მაგალითად, აი აქ ვზივართ და მე რო ხა ავდგე და პირდაპირ გავიქცე, ეს ჩემს ხედულისთვის იმდენად მოულოდნელი იქნება, რომ ვერ მოასწრებს გადაწყობას, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ანუ სირბილი ეს არ არის უბრალოდ თქვათ სახსრების და კუნთების რაღაცა მოძრაობა და შეკუმშვა, ხო, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსული იმპულსები, რაც ორგანიზმმა უნდა გააკეთოს და ამას სჭირდება თავისი დრო. და ჩვენ თუ აი ამ დროს და აი ამ საშუალებას არ მივცემთ, რომ აი ეს გადაეწყოს, წინასწარ უკვე ზოგადად დაჟე ნაჩვენები არის, რომ ადამიანი აი როდესაც თუნდაც პროფესიონალური მორბენლები, ან არა მორბენლები, როდესაც ან სპორტსმენები ნებისმიერი, როდესაც ხურდებიან, პულსის მომატება იწყება თავიდანვე.
ანუ დაჟე სანამ დავიწყებთ ფიზიკურ აქტივობას. აი როცა ვიწყებ რომ ვფიქრობ რომ აი ხა მე მაგალითად უნდა დავდგე და 1 საათი ვივარჯიშო, ან 1 საათი უნდა ვირბინო, უკვე იწყებს ჩემი ორგანიზმი მომზადებას ამისთვის, იმიტომ რომ ის უკვე ხდება, ხო, ეს ჩვენი ფიქრები რაღაცა ჰაერში არ არის იდეაში, ტვინში ხდება ამის ანალიზი, ქვეცნობიერულად და მე ეს გადაეცემა უკვე რომ აი ეს უნდა მოხდეს. ამიტომაც ორგანიზმი იწყებს უკვე ნელ-ნელა პულსის აწევას, იქ უკვე რაღაცა სისხლმომარაგების შეცვლას, იმიტომ რომ აი მოსვენებელ მდგომარეობაში, ხო, ჩვენი სისხლი თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული, რომ აი ყველა ორგანოს მიეწოდოს ის, რამდენიც სჭირდება. თუ ახალი ნაჭამი ვართ, კუჭში მეტი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის უნდა მოვინელოთ, ხო? რასაც ვტვირთავთ, იქ არის ყოველთვის მეტი სისხლი. და აი ჩვენ რომ მაგალითად ვაპირებთ ის რომ კონკრეტული კუნთი დავტვირთოთ ან კონკრეტული სისტემა უფრო დავტვირთოთ, აი გულსისხლთა სისტემა ან ფიზიკური ვარჯიშების დროს რაღაცა ფეხის კუნთები დავტვირთოთ, ჩვენ რომ აი ამისთვის ვხურდებით, თავიდანვე ვიწყებთ რომ ანუ სისხლძარღვებს იქვე ვაფართოვებთ, იქ სადაც გვჭირდება და სისხლი უკვე იქ მეტი მიედინება. ანუ ის რომ ჩვენ უცებ აი გაუხურებელ კუნთზე რაღაცა დაგვემართოს, მაგის რისკი ბევრად ნაკლებია, იმიტომ რომ ტრამვების რისკებსაც ამცირებთ. საგრძნობლად ამცირებს კი, იმიტომ რომ თავარი რაც არის ის, რომ სისხლმომარაგება იმ კონკრეტულ მონაკვეთში ძლიერდება. და აი სახსრებზე რო გვაქვს საუბარი, სახსრებთან მეტი სისხლი მიდის, კუნთებთან მეტი სისხლი მიდის, ქსოვილებთან მეტი სისხლი მიდის და მე ისინი უკვე მზად არიან იმისთვის, რაც თქვა შენ უნდა გაუკეთო მათ. მე რას უმეზარება ხოლმე ეს გახურება, ეს კი არ უნდა დავიზარო. არა, არ უნდა დაიზარო და არ უნდა გავახალტურო. ოღონდ მე ვიტყოდი, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა სპეციფიკური გახურება, რომ აი რასაც ვაკეთებთ, ხო? თუ ვაპირებ რომ მაგალითად ქვედატანი დავტვირთო, აი რაღაცა ფეხების ვარდღე მაქვს და ფეხების ვარჯიში მაქვს, მაშინ მნიშვნელოვანია რომ ფეხები გავახურო. ну კი შეიძლება 5 წუთი ზოგადად გავაკეთო რომ აი რაღაცა გავმოძრავდე სახსრები გავამოძრავე, მაგრამ მაინც ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რომ აი კონკრეტული ფეხებად გავახურო, ხო? თუ წონებით ვაპირებ ვარჯიშს, ჯერ იგივე ვარჯიშები შეიძლება წონების გარეშე გავაკეთო. შეიძლება ვთქვათ უფრო რაღაცა ნახევარი წონით გავაკეთო, რომ აი ორგანიზმს უთხრა რომ აი დაახლოებით ეს არის რასაც უნდა ელოდო. მაგრამ თუ სირბილს ვაპირებ, ხო? მაგ შემთხვევაში კარგი არის რომ აი ვიარო, ცოტა აღმართზევია რომ შეიძლება თუ გამოცდილი არის ადამიანი ვიძუნძულო და მერე ვირბინო. ანუ რაც უნდა გავაკეთო, იმაზე ცოტა ნაკლები ინტენსივობით დავტვირთო ორგანიზმი, მაგრამ იგივენაირად დავტვირთო. რომ იცოდეს, იმიტომ რომ ხა თქვათ და მე თუ ფეხების ვარჯიშს ვაპირებ და ხელები გავახურე, დიდად სარგებლის მომტანი ეგ არ არის მაინც და მაინც. და აი გაწელვებს რაც შეეხება გახურების დროს ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგაზე, იმიტომ რომ რაღაცა გაწელვები ყველა ერთნაირი არ არის. ანუ ადამიანებს გონიათ, რომ ყველა გაწელვა ერთ და იგივეა, მაგრამ არსებობს დინამიური გაწელვები და არსებობს სტატიკური გაწელვები. დინამიურს ვაკეთებთ გახურების დროს, არა სტატიკურს. აი სტატიკურს ვაკეთებთ ბოლოს, იმიტომ რომ სტატიკური გაწელვები იწვევს კუნთის მოდუნებას და რომლებია შეგვიძლია რაღაც კი, ანუ დინამიური გაწელვა არის ნებისმიერი, რომელიც ხდება მოძრაობაში. აი ხა მაგალითად მე რომ ვცდილობ რომ აი შპაგატზე ჩავჯდე და ფეხებს თქვათ ესე გავშლი და რაღაცა 40-დან 45 წამი ერთ და იგივე გაწელილ პოზიციაში ვჩერდები, ეს არის სტატიკური. მაგრამ მე თუ ვაკეთებ რაღაცა თქვათ მოძრაობის დროს, თქვათ ფეხების გაშლას, შეიძლება უცებ თქვათ აი რაღაცა დავატრიალო სახსრები. აი ამ შემთხვევაში არის უკვე დინამიური, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ პოზაში არ ვჩერდები დიდი ხანი. მაქსიმუმ 5 წამი შეიძლება. აი 30-დან 40 წამის ზემოთ თუ ვჩერდები, უკვე სტატიკური გაწელვაა. ამას სხვადასხვანაირი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ დინამიურის დროს, ხო, იმის გამო რომ მე არ ვჩერდები და სულ მოძრაობაში ვარ, ეს იწვევს სახსრების უბრალოდ გამოძრავებას და იწვევს გახურების ეფექტი აქვს უფრო ვიდრე მოდუნების, მაგრამ აი სტატიკური უკვე იწვევს კუნთის გაწელვას. ეგ უკვე ვარჯიშის შემდეგ, ხო? შემდეგ კი, იმიტომ რომ ზოგადად გაწელილ კუნთზე დატვირთვა უფრო სარისკოა. იმიტომ რომ გაწელვა იწვევს თვითონ აი ეს ზოგადად აი ცოტა ისე რო ავხსნათ, კუნთი არის, აი რაღაცა აი მონაკვეთი რო ავიღოთ, მაგალითად ან ბარძაყის ან აი ბიცეპსის კუნთის რაღაცა მონაკვეთი რო ამოვჭრათ, აი ამ კუნთში არის ძალიან ბევრი ბოჭკოები, რაღაცა ესე ქსელივით არის, სულ ძალიან ბევრი, ხო, ანუ რაღაც მილიონობით არის თან. და ეს ბოჭკოები, როდესაც კუნთი იკუმშება, შედიან ერთმანეთში და როდესაც იწელება, გამოდიან. აი მთლიანი შეკუმშვის ფაზა არის ზოგადად შესვლა და გამოსვლა. მაგრამ გაწელვის დროს ხდება ამათი გაწელვა ბოლომდე.
ჩვენ როდესაც აი მაგალითად ვარჯიშამდე სტატიკურად გავიწელებით და აი ამ კუნთის ბოჭკოებს ერთმანეთთან დავაშორებთ, პატარ-პატარა მიკროტრამვები შეიძლება რომ აი ამ გაწელვის დროს გამოვიწვიოთ და მერე რო უკვე იქ კიდე ფიზიკურ დატვირთვას დაუმატებ, კუნთმა შეიძლება შეკუმშვა ხარისხიანად ვერ მოახერხოს და შეიძლება დავიზიანოთ რაღაცა. ამიტომ რეკომენდირებული არ არის ხა. ისეც არ არის რომ თუ ხა ერთხელ გავაკეთეთ, მაინც და მაინც აუცილებლად ტრამვას მივიღებთ, მაგრამ მაინც უმჯობესია რომ მოვერიდოთ. კი ბატონო. აი ვარჯიშის და ისიც დავამატოთ რომ აი ბოლოში რატო ვიწელებით? მაგის დარგებელი რა არის? ბოლოში, იმიტომ რომ როდესაც აი რაღაცა დროის განმავლობაში კუნთი ეს იკუმშება და იწელება, აი როდესაც მორჩებით უკვე ვარჯიშს, კუნთი როდესაც დაღლილი არის, ძირითადად რჩება ხოლმე შეკუმშულ მდგომარეობაში და დაჭიმულ მდგომარეობაში. და ამ დროს სისხლძარღვები და ნერვები აი ამ დაჭიმულ კუნთის ბოჭკოებში არის მოყოლილი, იმიტომ რომ აი ამ ბოჭკოებში ქსელივით გადის, რომ ყველა ბოჭკოსთან მივიდეს, არის სისხლძარღვები, არის კაპილარები, არის ნერვები და ესენი რომ დაჭიმულია, მე ეს ნერვები და ეს სისხლძარღვები არის მოყოლილი აი ამ ბოჭკოებში. რაც მე ნუ ტკივილს იწვევს, გაღიზიანებას იწვევს, აღდგენას უშლის ხელს. ამიტომ კარგი არის სტატიკური გაწელვა, ამიტომ ამ ბოჭკოებს მე ვაფართოებთ ერთმანეთისგან ვაშორებთ, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს შიგნით. ხო, ანუ ვადუნებთ კუნთს. ვადუნებთ, კი ბატონო. აი აღდგენა ახსენე და მანამდე ტკივილზე ვსაუბრობდით მაღალი ინტენსივობის დატვირთვის შემდეგ, ხო, რომელიც შევა მოყვეთ და ძირითადი გამომწვევი ამ ტკივილის როგორც წესი არის რძემჟავას დაგროვება, იმიტომ რომ ორ ნაწილად იყოფა ფიზიკური დატვირთვაც, ხო, აერობული ფიზიკური დატვირთვა და ანაერობული ფიზიკური დატვირთვა. რომ განვუმარტოთ ჩვენს სმენელს, ხო, აერობული ნიშნავს, რომ ენერგიისთვის კუნთი, მაგალითად კონკრეტული კუნთი, რომელსაც ვამუშავებთ, მოიხმარს ჟანგბადს და ასე გამოიყოფა ენერგია, მაგრამ თუ ჩვენ იმაზე მეტად ვტვირთავთ კუნთს, ვიდრე ჩვენი გული ასწრებს, რომ ჟანგბადი მიაწოდოს, გადადის უკვე გლუკოზის მოხმარებაზე, იწყება გლიკოლიზი და გლიკოლიზის ერთ-ერთი დაშლის პროდუქტი არის უკვე რძემჟავა და ეს არის ანაერობული ვარჯიში და ამ დროს ლაგდება რძემჟავა და რძემჟავა არის კიდე ტკივილის გამომწვევი, ხო? აი აღდგენაზე მინდა ვისაუბროთ. იქნება ეს კვება თუ რაღაც კონკრეტული რუტინა, თუ მოვედით სახში, მოგვივიდა ზედმეტი, მოკლედ ჩვენი აერობული ვარჯიში გადავიდა რაღაცნაირად ანაერობულ დატვირთვაში და დაგვიგროვდა რძემჟავა, მაგრამ ხვალ კიდე გვინდა რომ ან გჭირდება რომ ვივარჯიშოთ. აი აღდგენის საუკეთესო მეთოდი რა არის ამ შემთხვევაში? ნახე, პირველი არის ის, რომ სწორი ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ რომ ის რომ რძემჟავა მეორე დღეს რაც გკივა ეგ რძემჟავა, ეს არის აბსურდი სინამდვილეში, იმიტომ რომ რძემჟავა არის ზოგადად ძალიან ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საათნახევარზე, ნუ აი ვთქვათ, კაი მაქსიმუმ 2 საათზე მეტი ხანი ჩვენს ორგანიზმში რო გაჩერდეს, მოკვდები. ძალიან ტოქსიკური არის. ამიტომ ჩვენ რო აი ფიზიკური აქტივობის დროს ხო, როდესაც კუნთი ძალიან იკუმშება და უკვე მაღალი არის დატვირთვა და ამას ჩვენი აერობული სისტემა ვეღარ უკვე აწვდის საკმარის ჟანგბადს და გადავდივართ უკვე იმ აი რძემჟავის გამომუშავებაში, ორგანიზმი ამას თან რო იმუშავებ, თან წმინდავს. ანუ თან ახდენს ამის გარეთ გამოყოფას. მაგრამ რძემჟავის დაგროვება მაშინ ხდება, როდესაც უკვე გამოყოფა ვეღარ ხდება იმდენად სწრაფად, რამდენიც თქვათ გამომუშავება არის. მაგრამ ეს რო თქვათ გროვდება და ჩვენ რო შევისვენებთ, ძალიან ცოტა ხანი სჭირდება, რომ ორგანიზმმა ეს გაასუფთავოს. იმიტომ რომ მისი პირველი პრიორიტეტი არის ეგ, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მომწამლელი, ძალიან ტოქსიკური და ცდილობს, რომ ეგრევე გაასუფთავოს. აი ჩვენ რომ მეორე დღეს, ან თუნდაც 1 საათი, 2 საათის მერე კუნთები გვტკივა, ეგ რძემჟავა არ არის, ეგ არის მიკროტრამვები. კუნთზე გამოწვევა, აი ბოჭკოები რო ვახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ბოჭკოები არის, ხო? ის ბოჭკოები განიცდის დაზიანებას, გაწყვეტას, ზოგი იწყვიტება, ზოგი ნაწილობრივი წყვიტება, ზოგი ზიანდება და აი ეგ გაწყვეტილი ბოჭკოები, ეგრეთ წოდებული მიკროტრამვები, კუნთის მიკროტრამვები გვტკივა ჩვენ მეორე დღეს. და მაგას სჭირდება უფრო მეტი დრო და ცოტა მეტი აღდგენა. რომ ნელ-ნელა შეხორცდეს და ნუ თუ გვინდა რომ გავძლიერდეთ, ხო, იდეალურ შემთხვევაში, ანუ ჩვენ იგივე ბოჭკოების წარმოქმნა არ გვჭირდება. ანუ ადამიანის კუნთი ძლიერდება მაშინ, როდესაც ჩვენ აი ვარჯიშის დროს ეს ბოჭკოები რო გავწყვიტეთ, დესტრუქცია მოვახდინეთ, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, თუ გაძლიერება გვინდა. აი მერე უკვე აღდგენის დროს ჩვენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ აი მე რო ის რაღაცა X დატვირთვა მქონდა და ამით დამიზიანდა ეს ბოჭკოები, მე თუ იგივე სიძლიერისას აღვადგენ, ისევ დამიზიანდება. ანუ ეხა უფრო ძლიერი მჭირდება. ამიტომ ვცდილობს, რომ ცოტა უფრო გააძლიეროს და
აი ამის სისტემატიური ეს პროცესი უკვე საბოლოო ჯამში გვაძლევს უფრო ძლიერ კუნთს. იმიტომ რომ თქვათ დღეს 10 ბოჭკო, ხვალ 20 ბოჭკო, მერე რაღაცა და ეს აი დროთა განმავლობაში 1 თვის, 2 თვის მერე უკვე გამოდის რომ შენ 50% ბოჭკოების შეცვალე უფრო ძლიერი ბოჭკოებით. მერე 60%, მერე 70 და ესე იზრდება. და რაც შეეხება აღდგენას, ხო? ყველაზე კარგი ხა აი ამ ბოჭკოების აღსადგენად არის დასვენება, ძილი, კვება და ეს არის ფუნდამენტი. მე დამატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ აი მასაჟორები და ასევე რაღაცეები, თუმცა ვერაზროს მაინც ვერ შეცვლის. ანუ მთავარი ხა ჩვენ თუ მაგალითად კარგად არ ვიკვებებით ჯანსაღად, კარგად არ გვზინავს, ხო? რაც არ უნდა მასაჟები ვიტაროთ, რაც არ უნდა მასაჟორები ვიტოთ 24 საათი, მაინც ვერ შეგიცვლის. იმიტომ რომ მთავარი აღდგენა მაინც ამით ხდება, რომ მივიდეს აი ეს კუნთის ბოჭკო რო აღდგეს, სჭირდება საკმარისი ცილა, სჭირდება საკმარისი ენერგია, საკმარისი ვიტამინები, საკმარისი მინერალები და მოსვენება. თუ ამ ყველაფერს არ მივაწვით, ხო ვერაფრით ვერ აღდგება, მაგრამ აი დამხმარედ უკვე შეგვიძლია რაღაცები გამოვიყენოთ. კეთილი, აი ვინაიდან ვსაუბრობთ აღდგენაზე, კუნთების ტკივილზე და ასე შემდეგ და მასაჟორებიც ვახსენეთ, ჩვენმა პარტნიორმა PSP-მ გამოგვიგზავნა ესეთი შესანიშნავი მოწყობილობა გერმანული წარმოების ბრენდის ბოირერის ელექტროსტიმულატორი, სახელწოდებით EM49, რომელიც არის ფაქტობრივად 3 ფუნქციის მატარებელი. პირველ რიგში ის აყუჩებს ტკივილს, ანუ ელექტროსტიმულატორია, როგორც ვთქვით, ელექტრული იმპულსის გადაცემით ის ხელოვნურად იწვევს კუნთის შეკუმშვას და ასევე ნერვების სტიმულაციას და აქვს 3 ძირითადი ეფექტი. ეს არის ტკივილის მოხსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეორე ეს არის კუნთის სტიმულაცია და ამას როგორც აღდგენითი ფუნქცია შეიძლება ქონდეს, ასევე ჩვენ გადაცემის ჩაწერამდე ვსაუბრობდით, რომ თუ მაგალითად ადამიანს რაღაცა კიდური აქვს მოტეხილი და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს მოძრაო მდგომარეობაში და ატროფირებული, ანუ განლეული არის კუნთი, ამ მასაჟორის, ანუ ხელოვნური სტიმულაციის მეშვეობით შეგვიძლია რომ ამ კუნთს აღდგენაში და გაძლიერებაში მივეხმაროთ. ანუ ერთგვარი აღდგენი და ფიზიოთერაპიული ეფექტი აქვს და მესამე მნიშვნელოვანი ეფექტი, რაც არის უბრალოდ კომფორტული მასაჟორია ერთგვარი და ამ კომფორტს იწვევს. ანუ ეს 3 ძირითადი ფუნქცია აქვს ამ ჩვენ ბოირერის მოწყობილობას, რომელიც PSP აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ. თან ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. ანუ ესა დაიკრა და იმით ელექტროდები აქვს ესეთი, წებოვანი ადჰეზიური, რომელსაც იკრავ სხეულის იმ წერტილზე, რომელიც გტკივა, ანუ იმ კუნთების გარშემო, რომელიც გტკივა და მნიშვნელოვანი ის არის, რომ თან მანუალურად აკონტროლებ ამის სიხშირეს, ნერვული იმპულსების გადაცემის სიხშირეს და შენ კომფორტს არგებ და ასევე იმ ფართობს შენ თვითონვე მოფარგლავ, რომელზეც გინდა რომ ამ ჩვენმა სტიმულატორმა ეს კუნთი დაასტიმულიროს. ანუ ეს რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია აღდგენა ტკივილის ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ზოგადად აი აღდგენაზე კიდევ რო ვსაუბრობთ, ხო, ზოგადად აი აღდგენისთვის კიდე ერთი გარდან უკუება და ძილის გარდა არის ის, რომ ისევ ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიცახით, რომ აი მაგალითად ეს ნუტრიენტები და იქ ჟანგბადი და იქ რაღაცეები უნდა მივიდეს იმ კუნთამდე, რომ ის აღდგეს, ხო? თუ სისხლმომარაგება უფრო ძლიერი იქნება და სისხლძარღვები გაფართოებული იქნება, უფრო მეტი და უფრო მალე მივა. ამიტომაც ახლა აი მაგალითად ხელოვნური გზით შეიძლება ეს მსგავსი მასაჟორები გამოვიყენოთ ის, რომ აი ხელოვნურად იმ კონკრეტულ მონაკვეთში სტიმულაცია მოვახდინოთ, სისხლძარღვები გავაფართოვოთ, რომ სისხლი მეტი მივიდეს და უფრო სწრაფად ხდება. და როცა ხო არ დავტვირთო კუნთი. და მაგრამ ხო აი თუნდაც სახსრები არ დავტვირთო. ან რაღაცა ვთქვათ სხვა მონაკვეთები, ან ძალიან გადაღლილი ვარ. ახლა ჩვენ შემთხვევაში ხო აი როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს ვარჯიშობს, ხო? აღდგენაც იგივე ვარჯიშია, უბრალოდ უფრო ნაკლები ინტენსივობით. ვთქვათ თუ გუშინ რაღაცა ძალიან დავიტვირთე და მაღალი ინტენსივობით ვივარჯიშე, დღეს აღსადგენად იგივე ვარჯიში მექნება, უბრალოდ ბევრად აი შეიძლება 60-70%-ით უფრო ნაკლები იყოს. ხო, აი გუნდა მეკითხა, იმიტომ რომ მე ხშირად გამიგია ეგ, რომ აი ძალიან მტკივა ეს კუნთები გუშინ ასე ძალიან ვივარჯიშე რაღაცა და დღესაც საუბრობთ და მივიდე, თორე ამას რაღაცა ძალიან მაწუხებს მოკლედ. უკეთესად აღდგება კი. ანუ ეს ამითი არ არის, იმიტომ რომ კი, ამას ნუ მეცნიერება უდევს საფუძვლად ის, რომ აი რა ვთქვით, რომ გულსიზრახე სისტემა რო გააქტიურდება ისევ, ხო და ის სულ რომ გულსიზრახე სისტემას თავი დავანებოთ და აი მარტო წონებით რო ვივარჯიშოთ და რაღაცა იქაც წონებით როდესაც ვარჯიშობთ, კუნთის დატვირთვა ხდება, ხო? ანუ იქ აუცილებლად მაინც ხდება სისხლძარღვების გაფართოება, მაინც კი არა საკმაოდ დიდად ხდება. და ეს სისხლძარღვები რო ფართოვდება, მე სისხლი მიდის მეტი ჟანგბადი მიდის, მეტი ნუტრიენტები მიდის
და რა თქმა ეს ელემენტები და ესენიც მიაქვს და მე შესაბამისად უცებ არ ვიწროვდება. ანუ ის რომ მაგალითად მე მორჩი ახლა ვარჯიშს და ეგრევე ჰოპ და შევიწროვ და ეგრე არ ხდება. ანუ რაღაც რამოდენიმე საათის განმავლობაში გაფართოებული ჩდება. ანუ მე რო თქვა და ეხა სუბუქ ვარჯიშზე აღსადგენად მივედი 9 საათი, მე ის გაფართოებული სისწრაფეები უფრო მეტი ხანი დავტოვე. ამიტომ მე რეც სახში რომ მოვედი და რომ წამოვწექი უკვე გაფართოებულ სისწრაფეებში უკვე კარგად მიდის სისხლი და უფრო მალე ვდგები. ვიდრე ეხა რომ ველოდო და დავწვე და დავისვენო. სამედიცინო შემოწმებები. პრაქტიკა როგორია, ან რეკომენდაცია როგორია? აქტიურად მორბენალი ადამიანებისთვის არ გულისხმობ მაინც და მაინც სპორტსმენებს და ჩემპიონატებისთვის მზადებას და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ჯანმრთელობისთვის აკეთებს ამას როგორც ფიზიკურ აქტივობას. არის რაღაც საკითხები, რაც უნდა გავითვალისწინოთ? არის თუ არა ეს ჩეკაპები ეგრეთ წოდებული რეკომენდებული? იცი რა, ზოგადად ვიტყოდი რომ თავარია ზოგადი ჩეკაპები მით უმკითხავ ადამიანმა სულ უნდა აკეთოს. აი, რაც არის და ისეთი დაავადებები. აი, თუნდაც ეხა დიაბეტი, ფუხსწრაფთა სისტემის რაიმე გამოვლენილი დაავადება ხო არა გაქვს, ჰიპერტენზია ხო არა გვაქვს. აი, თუ ვთქვათ, აი ესეთი მსგავსია, არაფერი არ გაქვს, მაშინ დამწყების თვალსაზრისით და ის ზოგადი ჯანმრთელობის რო აი კონკრეტულად სირბილისთვის შეამოწმო, ზედმეტი ხარჯია და არაფერს დიდ ისეთ არ არა, დამწყებისთვის კი არ გულისხმობ. აი დავუშვათ მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად დავრბივარ. ეს არის ჩემი ცხოვრების წესად ვაქციე და მუდმივად დავრბივარ. ეს ხო არ მიზრდის მეთქი რამე რისკს, რის გამოც მაგალითად ეს შეშე. არა, პირიქით. ხო, რაღაც ძალიან ბევრი საშიში ის არის მითი გავრცელებული ამ სირბილთან. სირბილი მუხლებისთვის ცუდია მაგალითად. აი ეგ თუნდაც მაგრამ ამას თვითონ როგორ დარბიხარ ამას ხო აქ ეძლევა მნიშვნელობა როცა რეგულარულად დარბიხარ წლების განმავლობაში თუ რაღაც და არასწორად დგამ ფეხს ან რაღაცაც ისე დგამ რომ მაინც და მაინც შენი სახსრის ერთ ნაწილს უფრო აქტივდება მაგრამ ეს გვიანი ხო არ იქნება იცი რა რო აქტივდება თუ მიაქცევ ყურადღებას არა ანუ პირველივე ზე არ იქნება ისე რომ არ ხდება ესე რომ მაგალითად ჰოპ და უცებ რაღაცა იმხელა ტრამვა გქონდეს, რომ შენ თქვათ რაღაცა იქიდან მოbrunება ვერ მოახერხო ან რაღაცა თვეები დაგჭირდეს მაგის აღდგენა. თუ ყურადღებას მიაქცევ, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ხოლმე, რომ უფრო საშუალო დონის აი მორბენლებზე რომ უკვე ძალიან მუღამში რო არიან შესულები, იქ ცოტა ფეხით კივათ არაუშავს, მაინც წავალ, მე კიდე უფრო მეტად კივა და კიდე არაუშავს და ნუ მე უკვე ღრმავდება და ღრმავდება, იმიტომ რომ პატარა კიულს რო იგრძნობ, რომ აი თქვათ მაგალითად თან არათანაბრად რო გტკივა, რომ აი მაგალითად ცალიკიდური გტკივა მარტო. აი მანდ უკვე ცოტა საეჭვოა, რომ აი რატო გტკივა და უნდა დაუფიქრდე მაგას. ძირითადად უმეტეს შემთხვევაში გამოსწორებადი არის ის, რომ უბრალოდ შეიძლება კუნთების დისბალანსი გქონდეს, რაც ყველა ადამიანს აქვს. უბრალოდ შეიძლება ცოტათი მეტი გქონდეს. თქვათ თუ გაქვს წვივის კუნთების, აი მარჯვენა მხარეს წვივის კუნთები უფრო სუსტი გაქვს ვიდრე მარცხენა მხარეს, ხო რა, იმე მიზეზის გამო. შეიძლება იმის გამო, რომ მაგ მხარეს უფრო მეტად გახარ. შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვობაში ტრამვა გქონდა, ფეხი მოიტეხე და თაბაშირში გქონდა და მე კონკრეტულად ის კუნთი ცალკე არ ავარჯიშე, რაც უბრალოდ გენეტიკურად ეგრე. ანუ უბრალოდ ხო, იცი რა, გენეტიკურად უფრო ჩვევასთან არის რა, ხო, რომ აი მაგალითად გენეტიკურად შეიძლება რაღაც ჩვევა გვაქვს ესე რომ მარჯვენა მხარეს ჩამოვეყრდნობით მეტად, ამიტომ შეიძლება წამყვანი მხარე რომელიც გაქვს, იმას უფრო ხშირად ტვირთავ, როგორც წესი და ამიტომ შეიძლება უფრო განვითარებული იყოს. კი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ აი ბავშვობაში ბევრი რაღაცა ხდება ხოლმე, შეიძლება ჩანთა ვიღაცას მარცხენა მხარეს ეკიდოს, შეიძლება ფეხი მოიტეხოს, ამიტომ ესენი მაინც იცვლება. ანუ პირდაპირ ესე ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად მარჯვენა მხარე უფრო ძლიერია. ხანდახან შეიძლება საერთოდ არ იყოს მემარცხენე, მაგრამ მაინც მარცხენა უფრო კონდეს, იმიტომ რომ მარჯვენა ფეხი მოიტეხა ოდესღაც სადღაც. აი ტყელტერფიანობასაც რო შევეხოთ, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემა არის. ამ შემთხვევაში რაიმე ეს რეკომენდაციები თუ განსხვავდება სირბილის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. კი, და დღესდღეობით სხვათა შორის აი ხა იმ სოფლიო დონეზე პრობლემას ეგ არ წარმოადგენს. აი ადრე იყო რომ მე მგონი ჩვენთანაც იყო ხო, რომ ჯარში არ მიყავდათ ტყელტერფიანობაზე. დღეს მიყავთ. დღეს მიყავთ, იმიტომ რომ პრობლემას არ წარმოადგენს იდეაში. თან ადამიანების უმეტესობას აქვს ცრუ ბრტყელტერფიანობა. ანუ არსებობს ნამდვილი ბრტყელტერფიანობა, რომელიც თქვათ ბავშვობიდან გვაქვს და ნუ ჩვენი გენეტიკურად ესეთი არის ტერფი, თუმცა ბრტყელტერფიანობა არ ნიშნავს სუსტ ტერფს და არის ცრუ ბრტყელტერფიანობა, რომელიც იმის გამო, ანუ ეს ტერფი რაც არის, ხო, ეს თაღი რაცაც არის, ეს არის კუნთი ზოგადად, რომელიც წვივის კუნთიდან ჩამოდის და მე რა ესე მყესებით გადადის. როდესაც ეს ძალიან სუსტია და თან წვივის კუნთებით სუსტია, ეს კუნთი დუნდება.
და ჩადის ქვემოთ. და შეიძლება ადამიანს ესე რომ გავხედავთ, ვნახოთ, რომ ვითომ ბრტყელტერფიანი ჩანს, მაგრამ მე რომ რაღაცა კონკრეტულ ვარჯიშებს გავაკეთებინებთ, ხო, ეხლა მე რეაბილიტაციაშიც ვარ, უკვე ვხედავთ, რომ აი თაღი ნელ-ნელა იქნება. ანუ ეგ არის ცრუ ბრტყელტერფიანობა და ვარჯიშთან ერთად ეს ბრტყელტერფიანობა ნელ-ნელა იწევს ხოლმე. მაგრამ ნამდვილი ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში, რაც არ უნდა ვავარჯიშოთ, ანუ თაღი არ ჩდება, თუმცა ტერფი ძლიერდება. ანუ პრობლემა არ არის ბრტყელტერფიანობა, პრობლემა არის სუსტი ტერფი. იმიტომ რომ ტერფის მიდამოში გვაქვს ძალიან ბევრი მყესები და ძალიან ბევრი პატარ-პატარა კუნთები, რომელსაც ყურადღებას არ ვანიჭებთ, ხო, აი რაღაცა ბიცეპსის და ბარძაყის კუნთს ყველა ვავარჯიშებთ, მაგრამ ეხლა რამდენი ვიცით, ვინც თქვა დარბაზში მიდის და ცალკე ტერფს ავარჯიშებს, ტერფის კუნთებს, ან მაჯის კუნთებს. სინამდვილეში ბევრად მეტი კუნთია მაჯებში და ფეხებში, ანუ ტერფებში, ვიდრე მაგალითად ბარძახში. ბარძახში უფრო დიდი კუნთებია. ხო. ამიტომ მათ სჭირდებათ სისტემატიური ვარჯიში. ისინი რომ სუსტია, მერე უკვე კარგავენ სტაბილიზაციას და კარგავენ ბალანსს. და არა ის რომ რაღაცა სიტყვაზე სუპინატორი ან სპეციალური ფეხსაცმელი ან ასე შემდეგ, რომელიც ხელოვნურად შექმნის ამ თავს. ხო, აი მაგათთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცი რა, ადრე იყო ეგ, რომ აი ყველა ვისაც ბრტყელტერფი აქვს, აუცილებლად სუპინატორი უნდა ატაროს, მაგრამ ეს იცით როგორი რაღაც არის, რომ ფაქტიურად პრობლემას კიდევ უფრო ვაღრმავებთ. თუ ჩვენ თქვათ ამ მომენტში გვტკივა ტერფი და დროებით ვხმარობთ სუპინატორს, რასაც რეაბილიტაციაში ვიყენებთ, მაგრამ ამავდროულად ტერფს ვავარჯიშებთ, მაშინ შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ უბრალოდ პრობლემას ვალავთ იმით, რომ აი ეს ადამიანს, რომელსაც სუსტი აქვს ეს თაღი და უბრალოდ მუყაოსავით რაღაცას შეუდებთ, ხო? ეს სუსტი იმიტომ არის, რომ ეს კუნთები არის მოდუნებული. ჩვენ რომ მას კიდევ უფრო საქმეს წავართმევთ, იმიტომ რომ მას უკვე რაღაცა დაიტვირთოს, ხო? ფაქტიურად საყრდენი აქვს თავისით. ამიტომ უფრო მეტად დუმდება და მე ეს ადამიანები, როდესაც სუპინატორს იღებენ, სუპინატორის გარეშე ვეღარც დადიან. და მე სერიოზული პრობლემა არის ხოლმე ეგ უფრო, რომ ფაქტიურად ის მოდუნებული და ატროფირებული ტერფის კუნთები კიდევ უფრო რთულია, რომ საერთოდ აზრზე მოიყვანო. ამიტომ მთავარი მაგ დროს არის ტერფის კუნთების ვარჯიში. და ისე როგორ ან პრაქტიკაში ან ზოგადი მონაცემებით თუ ვიცით, ეს ნამდვილი და ფსევდო, აი რომელი უფრო ხშირია? ფსევდო არის უფრო ხშირი და ადამიანს დიდ ნაწილს ეს გონიათ ხოლმე. ეგ კარგი ამბავი. კი, ხო, კაი ამბავია, იმიტომ რომ გავიგეთ რომ ეშველება. კი. და იდეაში ბრტყელტერფიანობასაც, ხო, აი ნამდვილი ბრტყელტერფიანობა ვისაც აქვს, თუ ექნება ძლიერი ტერფის კუნთები, პრობლემა არ წარმოადგენს. ანუ ხო, შეიძლება იმ ადამიანმა საკმაოდ დაჟე ანუ ფიზიკურად და სპორტული თვალსაზრისით საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიოს. ანუ ეგ არ არის შემზღუდავი ფაქტორი, რომ აი ბრტყელტერფიანია და მე ბავშვებსაც ვსმენია, რომ აი სპორტში არ გამოდგება. ანუ არანაირად. ხო, ანუ ეგ მიდგომები დარჩა წარსულში, იმიტომ რაღაცა აი რა უნდა გავაკეთოთ ნინი იმისთვის, რომ სირბილი, ძუნძული, ასე შემდეგ გადაიქცეს ერთგვარ აი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიად და არ იყოს მარტო აღქმული როგორც რაღაცა პრივილეგირებული სპორტული ხო სტილი. ხო. მე ვიცოდი რომ როცა თუნდაც აი ეს რა თქვი რა არისო ესო ძლეოსნობა არის აი სიმძიმეებს როცა წერე ძლეოსნობა უცებ რანაირად მოვახერხეთ ანუ სად შეგვეშალა რომ აი ესე უცებ გავაქრეთ ჩვენ ცხოვრები ხო ეხლა მე მან ცოტა ისეთ საკითხ შევეხები აი ჩვენ შეგვეშალა როცა ფიზკულტურა სკოლებში ფაქტიურად გავაუქმეთ. იმიტომ რომ ნუ კი ასე გებია რომ საგნებში წერია ფიზკულტურა, მაგრამ ჩემ ბავშვობაში მაგალითად ფიზკულტურა არასდროს არ ტარდებოდა. ხო, არ ჩემ ბავშვობაში და გასაცდენი გაკვეთილი იყო და ეგ სერიოზული პრობლემა. თან სპეციალურად მეშტი გაკვეთილად იყო ჩასმული, რომ მე სახში გავეშვიდი. ანუ ისეთი არაორგანიზებული ის იყო, რომ ნუ იქ მე მგონი დიდად ახლაც არ შეცვლილი. რაგბის კალბურა ეხა არ ვიცი მართლა, მაგრამ აი მანდ იყო ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ფაქტიურად ანუ მივეჩვიეთ იმას, რომ ანუ ეს ფიზიკური აქტივობა ყველასთვის არ არის. ანუ კონკრეტულად ვინც სპორტზე დადიოდა, მხოლოდ თქვა იმასთვის, ვინც სერიოზულად მიყვება, აი იმათვის არის მარტო ეგ. იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ჩვენ არ გვქონდა სპორტი. ჩემი აზრით, მანდ არის აი თუ სიღრმისეულად ჩავართ, ყველაზე დიდი პრობლემა მანდ არის. და აი დღესდღეობით ცოტა უკვე მოზრდილ ადამიანებს რაც შეეხება, ის რომ ცოტა ხელი უნდა შეუწყოთ ჩემი აზრით, რომ აი სარბენი სივრცეები, რაღაცა საქველმოქმედო შეჯიბრებები თუნდაც, აი თბილისის ნახევარმარათონი რო იმართება, ბევრისთვის ძალიან კაი мотиваცია არის ხოლმე, რომ მე ბევრი ჩემი ნაცნობი ვიცი, რომ აი რაღაცა უბრალოდ მინდა რომ
ბოლომდე ვირბინო და ერთი თვით ადრე, ორი თვით ადრე იწყებს ხოლმე რაღაცა უფრო სისტემატიურ ვარჯიშს. მაგრამ ეს მხოლოდ წელში ერთხელ გვაქვს. და იმ მომენტში ადამიანები ძალიან მოტივირებულები არიან, ირბენენ და მე უკვე იქითა წელს მოდის. და ძალიან რთულია რომ ეს мотиваცია მე ერთ წელს გაყვეს. აი თქვა უფრო ხშირად რო იყოს, აი მე რაღაცა იქ მარტივი შეჯიბრი, მე არ ვიცი პროფესიონალურ შეჯიბრებებზე, მე ვიცი აი ხალხისთვის რა, მაგალითად, ხა ევროპაში არის ძალიან ცნობილი park run-ი, რაც ყოველ შაბათს ან კვირას იმართება ხოლმე და ბევრ ადგილას იმართება ხოლმე, არის 5-დან 10 კილომეტრამდე. უბრალოდ მედლებია, მეტი არაფერი, ხალხი რეგისტრირდება და იღებს მონაწილეობას და ეს რაღაცა შაბათის ფიზიკური აქტივობა არის ხალხისთვის. და თან რაღაცა მიზანი აქვს მე რომ რაღაცა ერთი თვის მე ეს park run-ი უკეთესად ვირბინო, მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მიხვდეთ, შეჯიბრი იდეაში ხო ჩვენ მიწახით რომ რაღაცა პროფესიონალებისთვის არის ვითომ, მაგრამ ყველას უხარია შეჯიბრი, იმიტომ რომ შეჯიბრი არის რაღაცა საკუთარი თავის გამოცდა, გართობა, ეხა შენ სოციუმში რო ეჯიბრები, ოჯახის წევრები რო ერთმანეთს ეჯიბრებიან, ძმები, ან თქვა სამეგობროში რო რაღაცა მე ამ park runs 5 კილომეტრს შენზე სწრაფად მე უნდა მოვიგორო ის. ხო, რაღაცა სტიმულია და ხალისია და პოზიტივს ქმნის და მე უკვე სტრესული არ არის ვარჯიშიც, რაღაცა არარეალურ მიზანთანაც არ ვებრძვით, რომ ძალიან რთულია, რომ мотиваცია ადამიანს დიდი ხანი გაყვეს, რომ თქვათ რაღაცა ძალიან რთული როცა არის თან რომ ვიღაცას თქვა წონა აქვს დასაკლები მაგალითად და უნდა რომ დაიკლოს ეს წონა და თქვათ ბევრია და ძალიან რთულია რომ ადამიანმა დადგეს და სულ მაგაზე იფიქროს რომ ხა ამდენი დამრჩა მე ამდენი რაღაცა პატარ-პატარა იმეებად რო არის დაყოფილი რომ უფრო ხალისიანად როცა ხდება უფრო მარტივია რომ სისტემატურად შევინარჩუნოთ ჩემი აზრით რაც ჩვენ შეგვიძლია სოციუმმა გავაკეთოთ არის ის რომ მსგავსი ღონისძიებები მოვაწყოთ. ხო, ეს ძალიან მომეწონა რაც თქვი სკოლებზე, იმიტომ რომ ეგრეა, ეს უნდა იყოს ჩვევა და ბავშვობაში შეძენილი უნარი და ჩვევა არის ყველაზე მდგრადი და ყველაზე დიდხანს მიყვება, იმიტომ რომ თუ რაღაცას ბავშვობაში კარგად დაისწავლი, მერე იმის კეთება ბევრად გიადვილდება, ბევრად ბუნებრივი არის შენთვის და ხა 25 წლის ადამიანი მაგალითად სიტყვაზე 30-40 რა მნიშვნელობა აქვს, რომელსაც ზრდასრული, რომელსაც არასდროს არ უსწავლია, რომ ფიზიკური დაატვირთვა ან სირბილი არის უნდა იყოს ცხოვრების წესი და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სკოლაში ვინ გასწავლის ამას ხო და რა სიტყვით და როგორ შთაგაგონებს ხო? მაშინ მე ძალიან გაგიჭირდება ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უნარი ხო? ეხლა საჭმლის კეთება თუ იწყებ რაღაც 10 წლიდან თუ ეხმარები შენებს უკვე შეინდაკეთებ, მე 20-ის რო ხარ უკვე ძალიან ადვილად ისე რომ ფაქტობრივად პასიურად აკეთებ რაღაცას გამოგდის ადვილად. იგივე არის ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში. ამიტომ ეგ უნდა ეგ გარდატეხა უნდა მოხდეს ცნობიერებაში რომ ეს არის ჩვენი ხანგრძლივი სიცოცხლის არა გარანტი და ჯანსაღი ცხოვრების, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი. აი ეს ნინი, მინდა რომ კითხვა მარათონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს თბილისში იმართება პერიოდულად ხო ეს ინიციატივებს ხედავთ და შეიძლება ბევრი ადამიანის ეს არ იყოს ხოლმე ახმადი რა მიზანს ემსახურება, ან ადამიანებისთვის რა ეს ბენეფიტები როგორ არის ქართულად მაგაზე? გასარგებლის მომტანი არის და რატო უნდა მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა? თორე ის მშვენიერი იდეა და ყველას მოუწოდებ ხა ვინც გვისმენს და ვისაც ხელეწიფება ეს რომ დამატებით დააინიციიროს კიდე ესეთი მარათონები დაახლოებით საბეჭდილება შეგვექმნა ახლა რატო შეიძლება რომ ეს იყოს კარგი? ხო, იცით რა არის, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა განსაკუთრებით ახლა ნახევარ მარათონზე როცა გვაქვს საუბარი, ხო, ახლა თბილისის ნახევარ მარათონზე არის 21 კილომეტრი და არის 10 კილომეტრის დისტანცია. ჩვევას გვიყალიბებს, იმიტომ რომ ახლა ძალიან ცოტა არის ადამიანი, ვინც თქვა ახლა გადაწყვიტავს, რომ ერთი დღით ადრე რომ ხვალ მივიღებ მონაწილეობას და გავალ და პირდაპირ ვირბენ 21 კილომეტრს. ეს ხდება ხოლმე 1, 2, 3 თვით ადრე, რომ რაღაცა სოციუმში მეგობრები შეეკრიბნენ, რომ მოდი ვირბინოთ. და მე ეს 2 თვე, 3 თვე ნელ-ნელა ამისთვის ემზადებიან. ფაქტიურად 3 თვე ადამიანი ვარჯიშობს, იმუშავებს იმ დისციპლინას, იმიტომ რაღაცა მიზანი აქვს და ეს მიზანი ეხმარება, რომ ეგ სისტემატიურობა გამოიმუშაოს. რაც მე ამ 3 თვის მერე ვთქვა, რომ რაღაცა გავა და იქ რაღაცა ირბენს და თავის მიზანს მიაღწევს, ძალიან დიდ კმაყოფილებას გრძნობს. და მე ეს შეიძლება გაყვეს როგორც ჩვევად. მე მაგალითად ეგრე დავიწყე. მე სირბილი დავიწყე სადღაც 3 წლის უკან, სხვათა შორის მანამდე სხვა სპორტებით ვიყავი დაკავებული.
და უბრალოდ რაღაც წავედი ვირბინე ჯერ 3 კილომეტრი, მე უი რა გაიყოფილა თქო და მე ერთხელ შემთხვევით აღმოჩნდი შეჯიბრზე და ეს შეჯიბრი ვირბინე ძალიან კარგად. და ხოშორის მესამე ვიყავი თან და იმდენად დიდი ის მომცა რაღაცა იმოტივაცია თვითკმაყოფილების შეგრძნება, რომ მაგის მერე დავიწყე. და მაგის მერე არ გავჩერებულ ვარ, ანუ მე არ ვიცი შეჯიბრი მაგის მერე თუ ტრავმა მაქვს, მაშინ თუ ვტოვებ ხოლმე, თორე ისე არასდროს არ ვტოვებ შეჯიბრს. და მე ბევრი ვიცი ისეთი, ვინც თქვა აი ესე დაიწყო. ხო, ეგ თან ორივე მხარეს მუშაობს. პირველზე გავხვალ мотиваცია, ბოლოზე გავხვალ. ხო, მაინც мотиваცია არის, კი, სხვათა შორის, იმიტომ რომ აი შემდეგზე უკეთესად უნდა ვირბინო. მაგრამ მომზადების გარეშეც ხო ისეც შეგვიძლია მივიდეთ. ხო და ეს ვთქვათ რა ქვია. ხო, გამოვცადოთ ჩვენ თავი გამოვცადოთ და ნუ ცუც არაფერს არ დავუშავოთ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თავს და კიდევ ერთხელ სხვა თუ არაფერი დავაფიქრებთ ადამიანებსაც ჩვენ გარშემოც რა. რომ უი ხო, თურმე რაღაცა ისე კარგად ბევრს გონია რომ აი არა მე რაღაცა კარგად ვარ, არ მაქვს არანაირი პრობლემა, კარგი განვითარებული მაქვს რაღაც ყველა სისტემა და უცებ გამოვლენ რაღაცა იქ მოდი 5 კილომეტრს ვირბენ, 10 კილომეტრს ვირბენ, იმიტომ რომ რახან ბევრი დარბის ცოტა გონია რომ მარტივია და მე უფრო reality check ხდება რომ თურმე უი არა. ანუ არც ისე მარტივია და ანუ თურმე სავარჯიშო მაქვს ძალიან ბევრი და მე უფრო мотиваცია აქვს ხოლმე რომ აი უნდა ვავარჯიშო. კი. აი ერთი საკითხი და ამით ნელ-ნელა ზურა უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. ხანდახან ვარჯიშის დაწყების მიზანი არის წონის კლება. ხანდახან მატებაც, მაგრამ ეს ცალკე სამყაროა და ამაზე მოკლე დღევანდელ ეპიზოდში აღარ შევყონდეთ. წონის კლება, ხო? რამდენად მიღწევადია ეს მხოლოდ სირბილით, ან ძუნძულით, ან ფიზიკური დატვირთვით, თუ მაგალითად ამას რაღაცნაირი კვებით ჩვევებსაც არ ხო, ანუ წამყვანი იმდენს ვერ დაწავ, რამდენსაც მე შენ იმას იმიტომ რომ ახლა მე მარტივ მაგალითს გეტყვით, რომ მე რო ახლა გავიდე აქ ქვედა 1 საათი ვირბინო, რომელიც ჩემთვის საშუალო, ანუ 10 კილომეტრია და ეგ წრეები ვარტყა, დავწოვ 500-600 კალორიას. აი ერთ სნიკერსი, ოღონდ დიდი სნიკერსი რომელიც არის, რო შევჭამ ეგრევე ავანაზღაურებ და 1 საათი სირბილის მერე 1 სნიკერსის ჭამა არის უმარტივესი რაღაც, იმიტომ რომ ძალიან ქშია. ანუ წამყვანი არის მაინც კვებითი არის ყოველთვის. აი წონას რაც შეეხება ხო, მე ხა ფიტნეს ინსტრუქტორიც ვარ და დარბაზშიც თქვათ არის ხოლმე რომ თქვათ ვიღაცა მოდის რომ აი წონის კლება მინდა და ვარჯიშით და სულ უსმევ ხას რომ რაც არ უნდა იყოს ხო შენ თუ კვებით ხელი არ შეუწყვე და კვება არ აკონტროლე ვარჯიშით მარტო წონას ვერ დაიკლებ კი გაძლიერდები კი ტონუსი კუნთის მოგემატება ფორმების გაგიუმჯობესდება მაგრამ წონის კლების თვალსაზრისით ვერ დაიკლებ იმიტომ რომ ზოგადად მაგ შემთხვევაში კალორიული დეფიციტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ რა ენერგიას გავცემთ და რა ენერგიას ვიღებთ. თუ მაგალითად მიღება უფრო მეტია ვიდრე გაცემა, სადღაც უნდა წავიდეს. ანუ ესეც ფიზიკის კანონია, რომ არაფერი არ ურთქლდება და არაფერი არ იკარგება. ჩვენ რო საკვებს ვიღებთ, ეს არის კონკრეტული ენერგია და ეს ენერგია თუ არ იხარჯება, იმიტომ რომ დახარჯვის დროს გარეთ გამოიყოფა სუნთქვით და ოფლით და ასე შემდეგ. და ნუ სითბოს გავცემთ მაგ დროს, აი ჯერ ტემპერატურა რო გვეწევა, ნუ გარეთ გამოდის ეგ ენერგია. მაგას თუ არ ვაკეთებთ, მაშინ ეს ენერგია სადღაც უნდა წავიდეს და ჩვენი ორგანიზმისთვის ზოგადად ეს ევოლუციურად ენერგია იმდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ოდესღაც რაღაცა პირველ ყოფილები რო ვიყავით, საკვები არ იყო ესე რომ აი მაღაზიაში შეხვიდე, გამოვიმუშავეთ ესეთი თავდაცვითი მექანიზმი, რომ შევინახოთ ყველაფერი. დამარაგება ხდება. და ამ ენერგიას ვინახავთ, რომ ვაი და ხვალ გასაქცევი მქონდეს, ვაი და ხვალ აპოკალიფსი მოვიდეს, დათვი გამომეკიდოს რაღაცა, ის ხო დამჭირდება მაინც, ამიტომ ორგანიზმი თავს იცავს და ინახავს. ერთადერთი იმ მარაგს მაშინ მიადგება, როდესაც შენ თხოვ მას ენერგიას და უკვე გარედან იმდენი აღარ მოდის და საიდანღაც უნდა წამოიღოს და უცებ ყულაბიდან ამოიღებს. და ნელ-ნელა ესე მოაკლებს. სხვანაირად სამწუხაროდ არანაირად. და სხვათა შორის აი მაგ შემთხვევაში სირბილთან ცოტა საფრთხილოც არის მე ვიტყოდი, რომ შეიძლება ხელით შეგვიშალოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირი სისტემატიური სირბილი, მაღალი ინტენსიური ძალიან გვაშიებს და შეიძლება ვეღარ მოვახერხოთ კვების ისე დაცვა. ანუ თუ მაგალითად ჩვენ ფიზიკური აქტივობა ხელს გვიშლის კვების კონტროლში, პრიორიტეტი წონის დროს ყოველთვის კვებას უნდა მივაქციოთ. ჯობია შეამცირო ფიზიკური აქტივობა, ვიდრე კონტროლს ხელი გაუშვა საკვებს. მაგრამ პირიქით არის თუ განვითარება გვინდა, თუ უფრო გვინდა რომ რაღაცა შედეგს მივაღწიოთ, უფრო გავძლიერდეთ, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, დაჟე ცოტა მეტიც უნდა ვჭამოთ, რომ ცოტა მეტი კონდეს ხო ენერგია მეტი კონდეს ორგანიზმს. მაგ სიტყვებს გამომაცილეთ ჩემმა ტრენერმა.
კარგად ჯამეო. გამანაგზავნება. ზურა, ხო არ გაქვს რამე? ერთი ბოლო კითხვა მინდა რომ დავუწყო პატარა რეკომენდაციები, იმიტომ რომ ჩვენ იქ საფარზე ვისაუბრეთ, სირფილზე ვსაუბრობთ, თელი დღე მარათონზე ვისაუბრებთ და ასე შემდეგ და ვიცით რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგალითად ფეხსაცმელი, ხო? აი ამაზე რამე რეკომენდაცია თუ შეგიძლია მოგცე და კიდე რამდენად დამხმარე არის ხოლმე ის აპლიკაციები, ის ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ გარშემო ვიყენებთ. იმიტომ რომ ზუსტად დღეს დილით ვფიქრობდი მაგაზე, რომ ეხლა მეც კი მაქვს ეს ჭვიანი საათი, მაგრამ დიდად არ ვიყენებ რა, მეზარება და ვიღაცებს შეიძლება ეს დამატებით мотиваცია იყოს ალბათ რა. ძალიან დიდი мотиваცია არის, უხარშეს უმეტესობისთვის, განსაკუთრებით თუ იმ რაღაცა სოციალურ ქსელებში და აი ამ დამწყებს საშუალო მორბენალთა სოციუმში გავერევით, რომელიც ამ აპლიკაციების საშუალებით ხდება, იმიტომ რომ იქ მე ისინი რჩევებს იძლევიან, იქ მე შენ იმათ ადარებ, მე შეიძლება რაღაცა ვთქვა ჯგუფურ სირბილებზე წახვიდე, რაც უფრო სახალისოს ქმნის, იმიტომ რომ მარტო დილით ადგე და 7 საათზე წახვიდე ქალაქში ირბინო, უფრო რაღაცა უფრო ცუდია და უფრო გეზარება, ვიდრე ვთქვათ, აი 3-4 ადამიანი რო რაღაცა მიდიხარ და თან საუბრობთ. აი რო დაუბრუნდეთ ახლა ჯერჯერობით აი ამ ფეხსაცმელს და რაღაცა კონკრეტულ აღჭურვილობებს, ფეხსაცმელს აქვს დღესდღეობით მნიშვნელობა. ადრე სხვათა შორის იმდენი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ აი საფარის გამონახეთ, ჩვენ რო ვიძახით, რომ დღესდღეობით შემოვიდა სამყაროში ხელოვნური საფარი, როგორიც არის ასფალტი, როგორიც არის ბეტონი, ხო? ესენი უკვე საერთოდ სხვადასხვა სიმკვრივის არის და უფრო მეტ დატვირთვას იძლევა. აქ უკვე საჭირო ხდება ის, რომ აი ეს რო ცოტა დავაბალანსოთ, გამოვიყენოთ სწორი ფეხსაცმელი, ანუ იყოს რბილი უფრო მეტად რბილი ფეხსაცმელი. აი როცა მიწაზე დავრბივართ, სხვათა შორის ეგ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ბალახზე თუ დავრბივართ, ხო საერთოდ, მაგალითად ბალახზე ფეხში შველა სირბილი ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაღაც არის, იმიტომ რომ გვეხმარება განვითარებაში და სწორი სირბილის სწავლაშიც გვეხმარება და დატვირთვას და რაღაცა ტრავმების რისკიც საერთოდ არ არის. მაგრამ ეხლა ფეხში შველი რო ასფალტზე ირბინო, ან ბეტონზე ირბინო, უკვე დაცუდია, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან გეტკინოს რაღაცეები. ამიტომ არის, ნუ აი რაღაცა სწორი ბოტასის არჩევა მნიშვნელოვანი. ახლა არ ვიცახი რომ რაღაცა ძალიან ისეთი განსაკუთრებული უნდა იყოს, მაგრამ როცა ასფალტზე და ბეტონზე დავრბივართ, უნდა ვაკონტროლოთ ბოტასის სიახლე, ანუ რამდენად ძველია და რამდენად თქვათ ბევრი გვაქვს მაგით ნარბენი, იმიტომ რომ ამ ბოტასებს რაც აი კონკრეტულად სარბენი ბოტასები რაც გამოდის, აქვს თავისი რაღაცა იქ სირბილე, ფოუმს ეძახიან, რაც თქვათ ხო, აი კაფის ეფექტი, რაც თქვათ აი იმ ამორტიზაციას გიკეთებს და იმ დატვირთვას სახსრებზე გიმცირებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ხო რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამთ, რაც უფრო მეტ კილომეტრაჟს ვფარავთ, ეს კაფი იჩუტება ნელ-ნელა და უკვე თავის საქმეს რეალურად ეფექტს კარგავს და აღარ აკეთებს. ამიტომაც აი ამ სარბენი ბოტასების გამოცვლის რეკომენდაცია არის 800, 900, 1000 კილომეტრი. ამიტომაც არის რომ ეხა მორბენლები, პროფესიონალური მორბენლები ძალიან ხშირად ცვლიან ფეხსაცმელებს, იმიტომ რომ თქვათ 1000 კილომეტრს ისინი ორ თვეში ფარავენ. შეიძლება ზოგი უფრო მალეც კი. ამიტომ ანუ უფრო მალე უწევთ, მაგრამ ვიღაცა ვინც თქვათ კვირაში 3-ჯერ დარბის ზოგადად ჯანმრთელობისთვის დარბის, მისთვის ახლა 1000 კილომეტრი უკვე შეიძლება 1 წელზეც კი ეყოს. ამიტომ აი ეს ცოტა უნდა ვაკონტროლოთ. და ახლა თქვათ კილომეტრაჟი რო არ ვითვალოთ ახლა ფეხსაცმელების, უბრალოდ რო დავაკვირდეთ კაფს. თუ ხედავთ რომ ის უკვე დაჩუტული არის, უკვე რაღაცა ფეხებში სირბილე აღარ აქვს ისეთი, თან ვიცით რომ დიდი ხანია უკვე გვაქვს და უკვე რაღაცა ცოტა ტკივილებიც გვეწყება, რაღაცა რაც მანამდე არ გქონდა და დისკომფორტი გვაქვს ტერფებში, ანუ დროა რომ ფეხსაცმელი გამოვცვალოთ. ან იგივე ფეხსაცმლით, მაშინ ცოტა ისე რო არ დაგვიზიანდეს ტერფი და ტრავმა რო არ მივიღეთ, მიწაზე გადავიდეთ. რომ უფრო მოხსნათ დატვირთვა. მეტი აი რაც ისე შეგვიძლია ისე ჯობია მიწაზე ვერ. კი, თუ არის მაგის საშუალება, უბრალოდ სამწუხაროდ აი ეგ არის რომ თბილისში ნაკლებად გვაქვს ეგეთი ადგილები. თორე რო გქონდეს მიღწევა. ხო, სხვა ქალაქებში არ ვიცი როგორ სიტუაცია ახლა პრინციპში, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ იქაც შეიძლება გამოწვევა იყოს. კი, ხო, სერიოზული გამოწვევა აი პარკებში განსაკუთრებით, რომ პარკებში ყველგან რაღაცა ან ასფალტი, ან ბეტონი, ან რაღაცა, ან ვითომ კაუჩუკია დაგებული, ეგეც სხვათა შორის უმეტესობა რაც არის დაგებული და ვითომ კაუჩუკს გავს, ეგრეთ წოდებულ ტრეკს გავს, სიამოვნებაში კაუჩუკი არ არის და არის ბეტონი და ბეტონზე გადაკრული ზემოდან რაღაცა ვითომ განსხვავებას არ იძლევა. ხო, იგივე ბეტონია. ვიზუალია სხვა. იმიტომ კაუჩუკი უნდა იყოს რამოდენიმე ფენა, რომელიც არის ძალიან რბილი. ხო.
სტადიონებზეც და ასე შემდეგ, კი. ალბურთი სტადიონები ნანახი მაგვიორი. და იმ აპლიკაციებზეც ვისაუბრებ, ვიტყვი რომ, ახლა დღესდღეობით მორბენლებში და ველოსიპედისტებში, აი გამძლეობით სპორტს, რასაც ეძახიან, ყველაზე ცნობილი არის Strava აპლიკაცია, რომელიც მეც მაქედან დავიწყე, ზოგადად მაქედან გავიცანი ეს სოციუმი, მორბენელთა სოციუმი. ეს Strava არის უფასო აპლიკაცია. ვიწერთ ტელეფონში და შეგვიძლია რომ აი მაგალითად ჩავრთო GPS-ით მუშაობს და ვთქვათ აი დავდექი და აი ამ ჩვენ რაღაცა დინამოს წრე დავარტყი და დამითვლის კილომეტრაჟს, დამითვლის რა დროში გავირბინე, რა ინტენსივობა მქონდა. ოღონდ აი გულს მაგ შემთხვევაში დაგვითვლის თუ დამატებით გაჯეთი აი გულის მონიტორი გვიკეთია, იმიტომ რომ ისე სხვანაირად ეხა ტელეფონი ვერ დაგვითვლის. და მე უკვე ანუ ეს რაღაცა ვთქვათ აი რომ ვირბენ ეს სირბილი მე ინახება და გადადის ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელში, როგორც Facebook-ი ეგრე არის და ნებისმიერს შეუძლია რომ ნახოს. ანუ იქ მეგობრებს ამატებ, ფოლოვერები გყავს. და აღიარებას ელოდები მე. ხო, რომ ვიღაცები გილაიქებენ შენ ნარბენს. თან ახლა დღესდღეობით აი Apple Watch-ი რო ახსენე, ხო, ახლა მე Garmin-ი მაქვს, ამბებს Apple Watch-ი აქვს, არის კიდე სხვადასხვა საათები, Coros-ი, Polar-ი. ესენი Strava იმდენად პოპულარულია ამერიკაში, რომ ყველა არის დაკავშირებული Strava-სთან. ახლა მე მაგალითად ტელეფონი აღარ დამაქვს, იმიტომ რომ საათში როდესაც ჩავრთავ და ეს საათი GPS-ზე მუშაობს და როდესაც დავრბი ვარ ამ ჩართული საათით და მithვლის კილომეტრაჟს, ავტომატურად ჩემი ნარბენი გადააქვს Strava-ზე. იგივეს Apple Watch-იც აკეთებს, როგორც კი დააკონექტებს Strava-სთან, ეგრევე გადაიტანს იქ. კი ბატონო. კეთილი ნინი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩვენთან და ამდენი საჭირო რჩევა მიეცით ჩვენს სპენელს და მაყურებელს. ჩვენ დარწმუნებული ვარ კიდევ შევხვდებით, იმიტომ რომ ბევრი თემა დაგვრჩა გასახილველი და შეიძლება ითქვას რომ შეუძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესზე ლაპარაკი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ეს არის რაღაცა ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ზურა ამ სერიას არაგადამდები დაავადებების პრევენციის შესახებ და ეს მარტივი ამბავი უნდა დავიმახსოვროთ ალბათ ყველამ რომ დაბალანსებული კვება, წონის კონტროლი, არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, ვაქცინაცია, ჰიგიენური წესები და ასევე ის სკრინინგი სხვადასხვა დაავადებების არის ის ქვაკუთხედი, რაც ფაქტობრივად არის რაღაცა დიდ ნაწილს იმისა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, რაც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ჯანმრთელად ვიგრძნოთ თავი. ამითი აი ეს გვიცა დაზღვევის ბადე არის ერთგვარი. ხადია მაინც შეიძლება ადამიანს კონკრეტული დაავადება შეეყაროს ასე შემდეგ არაფერი გამორიცხული არის, მაგრამ ამის რისკებს ჩვენ მინიმუმამდე ვამცირებთ. აი ამ ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვაკუთხედის სხვადასხვა წერტილების გათვალისწინებით. ბოლოს ისევ და ისევ როგორც თავში გთხოვთ რომ დაგვიკომენტაროთ პირველ რიგში ჩვენს ვიდეოზე თუ რამეს ისე სათანადოდ ვერ გავეცით პასუხი, მოიწონოთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ. ხო, მე დავამატებ რომ მოიწონონ ეს ვიდეო რა კი აქამდე უყურეს ალბათ მოსწონთ და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ეს არ არის ისეთი საკითხები რომელიც სკანდალურია და რაღაცა დიდ ყურადღებას იპყრობს. ეხლა თქვენ აი ნებისმიერ თქვენგანი რომელიც გვისმენთ რა კი აქამდე უსმინეთ, ესე იგი ჩათვალეთ რომ საინტერესო და მნიშვნელოვანია და რასაკვირველია ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და უბრალოდ გაუზიარეთ. აი ადექით და რამდენიმე ადამიანს გაუგზავნეთ და სთხოვეთ რომ ნახოს. ამით ძალიან ბევრი ადამიანს შეიძლება მართლა დაეხმაროთ. და თან ჩვენი რეგულარული მაყურებლის დაახლოებით 75%-ს არ უყავართ გამოწერილი და ვერ ხსნი მე ამ ამბავს. აუცილებლად მეც ეგრე ვარ და ამიტომ დიდად მაგაზე ვერ რა ქვია მაგას. ხებსაც ვერ აძლევს აყვედურს. ხო. ამიტომ ნუ გთხოვთ. ჩვენთვის არის უბრალოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ სხვა სოციალურ ქსელებში სხვანაირად ვართ მიჩვეული, მაგრამ YouTube-ი ასე მუშაობს. სხვანაირად მუშაობს, სხვანაირად ალაგებს პრიორიტეტებს, ამიტომ გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, გამოყვებით ყველა სოციალურ ქსელში. კეთილი. დავშვიდობოთ ნინის, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.